მშვიდობისა ეს რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლიამ, მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. სახალხო კონცერტი ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება პოლიტიკური შოუ ბიზნესი, ვინ იმღერებს, ვინ ვერ იმღერებს და ვინ სად იმღერებს. ახალი წელი, ქართველი მომღერლები და საქართველოს ხელისუფლება. Thank you so much, Mr. President. მე ისეთი სიდუხჭირა გამოვიარე, აი ამ შავი სიებიდან და მაიმუნობებიდან გამომდინარე, მე ამას უკვე აღარავის აღარ ვაპატიებ. ამას ქონდა რაღაცა პოლიტიკური მიზეზი და სარჩული ყველაფერს. აი დღეს რა ხდება მართალი თხრაც ვიბნები და ამიცი რა ვთქვა. რატომ იჭრება მუდმივად სცენაზე პოლიტიკა, მომღერლები კვლავ დაბლოკოებზე ალაპარაკდნენ, ისევე როგორც გასული 9 წლის განმავლობაში, დღესაც მთავარი თემა შავი სიებია, არსებობს თუ არა ეს სია რეალურად. გვარი და სახელებით დავასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ადგენდნენ შავ სიებს და დღესაც ეს ადამიანები აგრძელებენ ამას. ამ სიას დავით ოკიტაშვილი დღეს რეაქციაში გაგვაცნობს, კიდევ ვინ გაბედავს და ვინ გახსნის კარტებს, კონკრეტულად ვინ იღებდა გადაწყვეტილებას გასულ წლებში, რომელი მომღერალი უნდა მდგარიყო სცენაზე და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას დღეს, ვისი ვერდიქტით წყდება 2015 წლის საახალწლო კონცერტების სიები. არ გამოაცხადებ ტენდერებზე ალიკო მარგიშვილმა იმღეროს თუ ლელა წურწუმია შეირჩევა ის შემსრულებლები, რაც ხალხს ჭირდება. ვინ იქნება იმ კონცერტზე, რომელიც წელიწადში ერთი ან მაქსიმუმ ორი. არავინ არ უნდა იუკადრისოს რაიონში ახალი წლის შეხვედრა თუ მაყურებლის წინაშე წარდგომა. დავთანხმდი და მღერი ვარ თბილისის კონცერტზე. დამირეკეს რომ და ვიმღერო. ხარ, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი წელია სახში არ შეხვედრილ ვარ ახალ წელს. დღეს რეაქციაში საკუთარ სათქმელს შოუ ბიზნესის წარმომადგენლები იტყვიან, მათთან ერთად დებატებში დღეს ხელისუფლებაც დაჯდება, ვინ იმღერებს თბილისში, ვინ რეგიონებში და ვინ არსად. დღეს ყველაფერს იტყვის ტრადიციულად ორად გახლეჩილი მომღერლები და დიდი პოლიტიკა. ვიწყებთ საღამოს 10-ზე, წინა საახალწლო პოლიტიკური ხმაური ქართული ჰანგებით. საქართველო, ქვეყანა, სადაც სიმღერაც კი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. მაშასე დავიწყოთ საქართველოს ქვეყანა, სადაც ყველაფერი მათ შორის სიმღერაც პოლიტიკური დაპირისპირების თემა ხდება. ახალწლამდე დარჩენილი 11 დღე და შოუ ბიზნესის დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ. თბილისის მერიამ 31 დეკემბრის ღამეს კონცერტზე მხოლოდ 27 მომღერალი მიიწვია. მერიაში განაცხადეს, რომ მხოლოდ ის მომღერლები დაპატიჟეს, რომლებსაც ბენდთან ერთად ცოცხალი შესრულება შეუძლიათ. სწორედ ტელეკომპანია მაესტროში გაკეთებულ ამ განცხადებას მოყვა ხმაური და ქართველი მომღერლების პროტესტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი საახალწლო კონცერტი ყოფილიყო სწორედ ბიგ ბენდის შესრულებით და ბიგ ბენდის მიერ შესრულებულ კონცერტზე ემღერათ მომღერლებს. შესაბამისად, წრე მომღერალთა შევიწროვდა, ვინაიდან ცოცხლად იმღერა ბიგ ბენდთან ერთად, გარკვეულ ნაწილს შეუძლია მხოლოდ მომღერლების. მერიის ამ განცხადებას მომღერალთა ნაწილის მწვავე პროტესტი მოყვა, ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო. მომღერლები დაბლოკოებზე ალაპარაკდნენ, ეს თემა ჩვენს ქვეყანაში აქტუალური იყო ყოფილი ხელისუფლების დროსაც და როგორც ისინი ამბობენ, ამ დროშიც აქტუალურია. დავით ოკიტაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს რეაქციაში დაასახელებს მათ გვარებს, ვინც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ადგენდა შავ სიებს და დღესაც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. ოკიტაშვილი ამ გვარებს რამდენიმე წუთში გაგვაცნობს იმ მომღერლებს, ვინც დედაქალაქის მერიისგან საახალწლო კონცერტზე მიწვევა ვერ მიიღეს, კულტურის სამინისტრომ რეგიონებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა მომღერალთა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. რატომ ამ მნიშვნელოვანი მაინც და მაინც თბილისელი მსმენელისთვის სიმღერა და რატომ არა მნიშვნელოვანი რეგიონების მსმენელი. ერევა თუ არა ისევ პოლიტიკა შოუ ბიზნესში და იბლოკებიან თუ არა დღეს მომღერლები პოლიტიკური ნიშნით. კიდევ ერთი საინტერესო თემა. დღესაც ისევე როგორც გასულ წლებში ხელისუფლებას უცხოელი მომღერლები
ჩამოყავს და ბუნებრივია ჩნდება კითხვა. თუ წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სწორედ უცხოელი მომღერლებისთვის გადახდილი ფული იყო, რითი ხსნის იგივე გადაწყვეტილებას უკვე ახალი მთავრობა. დღესაც შეუძლია თუ არა ხელისუფლებამ გაიმეოროს იგივე, რასაც ადრე აცხადებდნენ, რომ უცხოური ჯგუფების ჩამოსაყვანად ბიუჯეტიდან ფული არ უნდა დახარჯულიყო. თუ ეს მხოლოდ იმ დროისთვის საჭირო პოლიტიკური განცხადებები იყო და მეტი არაფერი. აქვე ჩვენი ინტერაქტივი უნდა იწვევდნენ თუ არა უცხოურ მომღერლებს ბიუჯეტის ხაზზე საახალწლო კონცერტებზე ან ნებისმიერ სხვა კონცერტზე ჩაერთეთ ინტერაქტივში ზარი უფასო, ასევე დღეს რეაქციაში ყველა მხარე ყავს მოწვეული მომღერლები, ხელისუფლება, კულტურის სამინისტრო, კულტურის პალატა და ვიწყებ ძალიან საინტერესო დისკუსიას. პოლიტიკა და სიმღერა, ყველა კითხვა და ყველა პასუხი დღეს რეაქციაში. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს აუდიტორიაში მაგიდასთან. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივა. პირველი შეკითხვით მინდა მიმართო ადამიანს, რომელიც ყოველთვის იყო საახალწლო კონცერტების და არა მარტო საახალწლო კონცერტების ყველაზე აქტიური მთავარი გმირი. ეს იყო ლელა წურწუმია. იგი დღეს ვეღარ მოხვდა საახალწლო დაგეგმილ კონცერტზე. რატომ ლელა? დავიწყოთ მოდი თქვენგან. მოგესალმებით, გილოცავთ ნიკოლოზობას. მართალი გითხრათ, რადგან მე არ აღმოჩნდი ამ კონცერტში და არც თბილისობის კონცერტში, ამის გამო მე პრეტენზია ნამდვილად არ გამომითქვამს. უბრალოდ მე ქალბატონი მაკაცარიას აი ამ კომენტარმა გადამაწყვეტინა რომ მოსულიყავი, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფელი და უპასუხისმგებლო განცხადება. კონკრეტულად ის რომ ყველას არ შეუძლია იმეროს ცოცხლად ამას გულისხმობ. ერთი პრობლემა გასაგებია რომ არ მეძახი, არ არის პრობლემა. შეიძლება რომ არ დამიძახო ამ კონცერტში, მაგრამ როდესაც მოდიხარ ტელეეთერში და მე ვფიქრობ რომ ძალიან საპასუხისმგებლო თავმჯდომარეობაზე არის ეს ქალბატონი და აკეთებ ამ განცხადებას და თან მე მინდა ვთქვა ის რომ როცა ეს ქალბატონი ამ გადაცემაში ჩაერთო, მისი მოთხოვნა ყოფილა ესეთი, რომ მე არ შევალ დებატებში მომღერლებთან და მე უნდა დავასრულო ჩემი კომენტარით ეს გადაცემა. ეს რას ნიშნავს? ანუ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს აბსოლუტურად დაუფიქრებელი პასუხი იყო ამ ქალბატონისგან, მაგრამ აი ამის მერე მე მიჩნდება ეჭვი რომ ეს მიზანმიმართულად იყო ამ ქალბატონისგან, აი ეს გახმოვანებული რომ 12 მომღერლები ვინც თბილისის კონცერტში არ არიან, ისინი ცოცხლად ვერ მღერიან. რა მიზანმიმართულად, რა იყო მიზანი, ანუ რისკენ მიმართა მან ეს განცხადება, როგორ ფიქრობთ? ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მე მინდოდა იქ ეთერში შესვლა და ვერაფერს ვერ მოვახერხე, ვერ დაუკავშირდი და სხვათა შორის დღეს რომ მოდიოდი ამ გადაცემაში მე დაგირეკე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს გოგო არ მოვიდოდა. არა, ჩვენ უარი გვითხრეს მის მონაწილეობაზე დღევანდელ გადაცემაში, თუმცა აქ ბრძანდება მერის მოადგილე საღამოშიდობის ბატონალდა. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და ალბათ მერია იხვის თავის საქმეს ამ შემთხვევაში. მე მინდოდა რომ ეს ქალბატონი აქ ყოფილიყო და აი ამ ყველაფრისთვის პასუხი გაეცა, მაგრამ მე მინდა ბატონალუდას მივმართო რომ ამ ქალბატონმა თავისი აზრი გააჟღერა თუ კონკრეტულად თქვენ სამსახურში ესე ფიქრობენ რომ ის მომღერლები ვინც არ არიან ამ კონცერტში ისინი ვერ მღერიან ცოცხლად. მადლობთ ლელა. გისმენთ? მოგესალმებით, ვინც გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და ჩვენი პოზიციის წარმოჩენებისათვის. მე შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, ბუნებრივია ეს არის იყო ჩვენი პოზიციის გამოხატულება. შეიძლება ითქვას რომ ცალკე ეს აღებული თემა შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს. მე ჩემი მიზანია განმარტო თუ როგორ დავგეგმე ჩვენ ეს რა პოლიტიკა იყო არჩეული. უკაცრავად, სანამ განმარტავთ ცალკე აღებული ეს თემა შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს. განმიმარტეთ რა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ აქ არ იყო ნათქვამი, მთავარი რამ რომ როგორ შეირჩა თავიდან სცენარი, როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, როგორ რატომ ბიგ ბენდი და უშუალოდ როგორ მივედით აქამდე, შემდეგ მონაწილეები როგორ იქნა შერჩეული. აი ეს იყო მთავარი, აქ რო თქმულიყო ეს სრულფასოვნად და მასშტაბურად, მაშინ ესეთი კითხვის ნიშნები არ გასაგებია. მაშინ გითხარით, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ მომღერლები, რომლებმაც უნდა იმღერონ? ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი პროექტი, როგორც ნებისმიერი სხვა პროექტი მერიის ფარგლებში განხორციელებული და ბუნებრივია, ორიოდი სიტყვით მაინც ვიტყვი რა არის მერიის პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა არის, რაც შეიძლება რაციონალურად გავხარჯოთ თანხები, რაც შეიძლება იყოს ეფექტიანობა ხარჯები, აი თქვენ ახსენებდით აი უცხოელ შემსრულებლებზე და ასე. კი, ბატონი კახა ისაუბრებს ალბათ ამას. ესეთი საკითხი განიხილება, ძირითადი კრიტერიუმი არის ეფექტიანობა ხარჯები. რა ვშეხებულობთ, რა ფასად და რა
დაგვიხსნის რა გვჭირდება, საჭიროებები. ამიტომ ამ პროგრამას ჰქონდა ერთი ძირითადი მიზანი, ეს იყო საახალწლო განწყობის შექმნა და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ სამი ამოცანა ჰქონდა დასახული. ერთის მხრივ რომ შეგვექმნა მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროგრამები. მეორე ამოცანა ეს გახდათ გადასახადების გადამხდილების თანხების რაციონალური და ეფექტიანი განკარგვა და მესამე მიზანი ეს იყო მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი. ამ პოლიტიკურად გამოგივიდათ, ეხა მესმის, მაგრამ მარტივად მითხარით, რა კრიტერიუმები შეარჩიეთ, ისინი ვინც უნდა იმღერონ, ისინი ვინც არ უნდა იმღერონ და ისინი არ ეთანხმებიან ეს. არ ვიცი. არა, ეს რაც გეგმავთ, ბუნებრივია, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოხელეები და ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, ბუნებრივია, შინაარსობრივი მხარე ამ ყველაფრის არის ერთი მხარე, მეორე არის როგორ არის ორგანიზებული. ის რომ ეს, ასე ვთქვათ, ამ მიზნებს და ამოცანებს ვიყვებით, შეგვიძლია რამდენიმე არგუმენტი. მაიმე, ბატონალდა, ამას არ გეკითხებით, მე გეკითხებით რა კრიტერიუმებით იქნენ ჩასაფრებული პოზიციის გარეშე. ეხა ძალიან მიჭირს თქვენთან საუბარი წეგან კახასაც უთხარი, როგორც ხელისუფლება ისე უნდა წარმოვადგინო კულტურის მინისტრის მოადგილეა. ანუ ბუნებრივია, რაც არ უნდა მე მიყვარდეს ძალიან და პატივს ვცემდე, ის არის ხო, თან პირველი მოადგილე ვარო ამბობს. ის არის დღეს ხელისუფლება და მასთანაც იგივე კითხვა იმექნება რაც თქვენთან. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ? მაგალითად რომ მოხდა სიტყვაზე ვამბობ ანრი ჯოხაძე, ჩემი მეგობარი, რომელიც იგზის და დაუშვათ ვერ მოხდა ლელა წურწუმი. აი, ეს მითხარით კონკრეტულად, დანარჩენზე მერე ვისაუბრებ. ხო, ბუნებრივია, მე გვარებზე ვერ ვისაუბრებ, მე ვისაუბრებ თლიან პროცესის მართვაზე, იმიტომ რომ მე მერის მოადგილე ვარ და ეგეთ დეტალებში ბუნებრივია, ჩემი თემა არ არის. პირველი ეს სცენარი, როდესაც განიხილებოდა ერთ-ერთ შემოთავაზებაში დაახლოებით 300.000 იყო ხარჯი მოთხოვნილი, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავწევდით და ავარჩიეთ მეორე გზა, რომ Big Ben-ს წარმართა ეს პროცესი. ის ყოფილიყო ცენტრალური, ისე ვთქვათ, მაორგანიზებელი, რამეთვეს ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენ ბუნებრივია მას ვინახავთ, უხდით, ესე ვთქვათ, თანხებს და Big Ben-ზე აეწყო მთელი ეს სცენარი. მომდენო ნაბიჯი იყო, შემუშავდა რეპერტუარი, ამის შემდეგ გაკეთდა შეთავაზებები და ასე ვთქვათ, ზოგმა მიიღო ეს შეთავაზებები, როგორც ვიცი, გვარებიც ვიცი, მაგრამ მე მგონი არ არის საჭირო გვარების დასახელება. არა, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. არა, გვარების არა, ეს ყოინება იტყვით თუ არა, ჩვენ ვისაუბროთ. იყო სხვადასხვა თანხები დასახელებული. მოდით ერთი რაღაცას ვთქვათ, საახალწლო ღამეს მერის მიერ ორგანიზებული ან სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება არ არის ერთადერთი დამკვეთი საახალწლო ღამე. არ პასუხობ, ღიად და პირდაპირ. მე რა კითხვას, არა, იმიტომ რომ უამრავი სტუმარი ყავს დღეს ყველა არის თანაბარი სტუმარი ამ სტუდიაში, ამიტომ ყველას თანაბრად უნდა გადაუნაწილო დრო. კრიტერიუმები, ანუ ეს იყო ჰონორარი? მოკლესი და მოდით პირობითად დავარქვათ, მოკლესი, ანუ ვინც დაეთანხმა შეთავაზებას. იმიტომ რომ ერთი რაღაცა უნდა ვუჩვენოთ, წელს ყველა მომღერალს თბილისმა შეთავაზა ერთნაირი თანაბარი და შეიძლება ითქვას საბაზრო ფასთან ალბათ დაბალი მინიმალური თანხა. ჩემთან არავის არ დაურეკავს. არც ჩემთან. შეიძლება მე დავამატო. არავის პროგრამა. აი, არ შემოუთავაზებიათო ამ. კი, მოგცემ სიტყვას ბატონო. დიახ. ეს იყო 1000, ასე ვთქვათ, ლარი. ანუ ხელზე ასახები 1250 დარიცხული თანხა. ეს არის, ასე ვთქვათ, წელს. გასაგებია, რომ საბაზრო თანხასთან შეიძლება იყოს დაბალი. როგორც მე ვიცი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ვიღაცამ დაასახელა სხვადასხვა მიზეზი იყო, ჯანმრთელობის თემები იყო, კერძო სექტორში, ასე ვთქვათ, დასაქმების თემა და ასე შემდეგ. გავიგე, მაგრამ ადამიანები ამბობენ, რომ ჩემთვის არ შემოუთავაზებიაო, აჩიკომაც იგივე. აი, ეკა ყვალიაშვილიც იგივეც ამბობს. ანუ აქ ამ შემთხვევაში ცოცხალი ქართული ესტრადის ვარსკვლავები ამბობენ, რომ მათთვის არავის არ თქვენ შემოგთავაზეს ქალბატონო ირმა. მე კულტურის სამინისტრომ შემოთავაზა მცხეთა მეც სხვა პოზიცია მაქვს, მაგრამ ამაზე მე არ შემოვთავაზა, მერიას არ შემოვთავაზა. არა, კი ბატონო, და აქ იცით რა შეასახლა. საერთოდ არ გახორციელდა და თან კომუნიკაცია. ეხავე თქვას და მე მინდა მომღერლებს დავუსვა კითხვა და შემდეგ მოგცემ. მინდა გითხრათ უბრალოდ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ჩემი კოლეგები, რომლებიც იღებენ თბილისის კონცერტში მონაწილეობას, ან განაწყენება, არაფერი გულწრფელი ვარ, ჩემ შულს ფიცა ვარ, პირიქით, პრობლემა არანაირი არ არის და აბსოლუტურად ვინც ახლა აგზანდებიან, იმსახურებენ იმას, იმიტომ რომ ბატონი გივიგა ჩეჩილაძის ხელმძღვანელობით ბენდთან ერთად მე ვიცი, რამდენი მომღერალი წლებია ისინი მუშაობენ, მათ აქვთ რეპერტუარი, გასაგებია და შემდეგ იმ გადაცემაში ჯაიანმა გამოიყვანა ეს გოგო უნდა და გამოიყვანა მდგომარეობიდან, რომ უბრალოდ დროში ვერ ჩაეტიაო, რომ ეს იცით რა არის, ეს ლოგიკასთან ახლოს პასუხი არის და მესმის, მაგრამ ქალბატონი, რომელიც მოდის და შეურაცხყოფას მაყენებს, მე შეურაცხყოფილი ვარ და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ჩემი კოლეგა არის შეურაცხყოფილი ამით, რომ თურმე იმ კრიტერიუმით არ მოხვდი მე თბილისის კონცერტში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცოცხლად სიმღერა. ერთი წამით არ არის, მე მაინტერესებს. მე რა მაინტერესებს? დაგეგმილი სულ სხვა იყო ნამდვილად. სხვაგან მინდა ეხა გადავიდე ბატონალოდა და იცით რა მაინტერესებს?
რა მიღწევებისთვის არის დანიშნული ქალბატონი მაკაცარი ამ სამსახურში, რა ღონისძიებები აქვს ჩატარებული, საერთოდ თუ აქვს რამე კავშირი ჩვენი პროფესიის ადამიანებთან და საერთოდ თუ იცის სად მუშაობს. რა კრიტერიუმი დაინიშნა ეს ადამიანი, რომელიც მერე მოდის, მერე აკეთებს ესეთ უპასუხისმგებლო შეურაცხყოფელ განცხადებებს, როგორ მოხვდა ამ სამსახურში. რატო იცით, ჩვენ ანუ პოპ მუსიკების მომღერლები, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო დაფინანსებაზე იცით. წელიწადში ტარდება სულ 2 კონცერტი. ეს არის ახალი წელი, ეს არის თბილისობა, ხო? მეტი კონცერტი ხო ტარდება? ვერ მეტყვით რომ ტარდება. არც 26 მაინც ხო, ხანარი და ხანარი. ხო. მნიშვნელობა აქვს. და ამ კონცერტშიც გადაწყვიტა რომ კომპეტენტურმა მაკაცარიამ რომ თურმე ჩვენ სიმღერა არ შეგვიძლია. კარგი. უკაცრავად ჩვენ საარსებო წყარო ეხა გასაგებია რომ მე სადღაც მივდივარ რაღაცას ვაკეთებ რაღაცა, მაგრამ მე რო ვიყო დამოკიდებული ჩემ ქვეყანაზე. მაინტერესებთ მე წელიწადში 2 კონცერტით შემილია ვიცხოვრო? მადლობა ლელა. უპასუხეთ და გადავდივარ ეკასთან, აჩიკოსთან, ზურასთან, ირმასთან და ბუნებრივია ალბათ სტუმრები დარჩა. თქვენს მიერ მესმის რომ თქვენთვის ეს საინტერესოა, მაგრამ არ მგონი ეს დღევანდელი განხილვის თემა იყოს. რაც შეეხება იმას, რომ აქ მხოლოდ მერია არ იყო და მერია კლient ვერ გადავიტანთ სიმძიმის სენს და მთელ აქცენტს, ზუსტად საქმე იმაში, რომ ეს კულტურის სამინისტროსთან ერთობლივად კეთებოდა წელს 12 თვითმმართველ ერთეულში ტარდება ესეთი კონცერტი, ბუნებრივია ეს კეთდება ცენტრალიზებულად, ჩვენ რა თქმა უნდა ვართ კოორდინაციაში კულტურის სამინისტროსთან და ის რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მერიამ გააკეთა, უბრალოდ შეუძლებელია. კარგით, მაშინ მე ახალ კითხავ, თუ შეიძლება შეთავაზებები მიდიოდა კოორდინირებულად. არა, ადამიანები ამბობს ადამიანი რო არ შეგვიძლია. არ არის მეთქი, დედასფიცავარ, სერიოზულად გეუბნებით, არ არის პრობლემა რომ არ დამიზახეთ კონცერტში. სიყვაზე ვლაპარაკობ. მართლა გეუბნებით, პრობლემა არ არის. მე გეუბნებით უბრალოდ ამ ქალბატონის განცხადებაზე, მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. აი მერიის სამსახურში დასხნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტენ რომ უნდა გააკეთონ თბილისში ესეთი ღონისძიება, ხო? და დაიწყეს წერა. ვინ უნდა იყოს ამ კონცერტში? აბა ეხლა გადახედეთ ჩვენ ის მომღერლები ვართ, რომლებსაც ან რეიტინგი არ გვაქვს, ან არ ჩანვართ, ან მივიწყებულები ვართ, ან სიმღერა არ შეგვიძლია, ან უბრალოდ მაინტერესებს რა. მე სახელები და გვარები როცა მოვითხოვე, ვინ იღებს მონაწილეობას, მე პატივცემ ყველა ჩემს კოლეგას და ყველა ვიცის რომ მე ჩემს ახალგაზრდა თაობებს თუ რაღაცებს თუ მომღერლებს და ასე შემდეგ ყველას როგორ შემიძლია ისე გვერდში უდგავარ, მაგრამ მე გამოვიკითხე რამოდენიმე სახელი და გვარი, რომელიც სამწუხაროდ იცით არც გამიგია. და მე როგორც გაირკვა, გამოკითხვა ჩატარდაო, ვინ უნდა ხალხს და ჩვენ მომღერლებმა თუ არ ვიცით, ვინ არის ვინმე შავგულიძე. მე მაინტერესებს აი კარგით, მოусმინოთ მაშინ. მოусმინოთ მაშინ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს. რა დღეში ხარ ახლა ხო ხედავ, მოგიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა, დიახ. რატომ რა კრიტერიუმებით შეირჩა? კახა ადამიანები ამბობენ რომ არავის არ შემოუთავაზებიაო და შემდეგ გადმოვდივარ მომღერლებზე. სხვათაშორის 11 წლის წინ ვიყავით თქვენ გადაცემაში, მზეზე. და დაწესებულად კენი გარეტი მეჯდა მაშინ. ხალხი გადაცემა. სამინისტროსთან არანაირი არა. უბრალოდ ერთად მუშაობდითო და რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს ხალხი? როცა ეს ბიგ ბენდის თემა გადაწყდა, რომ თქვა იქ მუნიციპალიტეტის ორკესტრია და ფინანსებით უფრო გამოსადეგი იქნებოდა, ცოცხალი ინსტრუმენტალისტებით, ასე ვთქვათ, თემა წამოვიდა ჩვენგან, რომ საახალწლო კომპოზიციებით შესრულდა საათნახევრიანი პროგრამა. და რამოდენიმე მერე ვერსია ბიგ ბენდიდან მოვითხოვეთ, აბა რას ფიქრობთ? გაქვთ თუ არა? თურმე ძალიან ცოტა ქართული საახალწლო სიმღერა ყოფილა, მაგრამ მე ვფიქრობ უკვე რომ მომავალში აუცილებლად კონკურსი ან რაღაცმა გავაკეთოთ, რომ რაღაც სახალისო უფრო ბევრი იყოს და იქ ჩაერთონ თქვა ტექსტის ავტორების, კომპოზიტორების ბევრი რაღაც. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ 5 თუ 4 ძვლის ამოვაჩიეთ რა, მოკლედ ქართული. ყველგან რა ვიცი, რაც მოითხოვეს, ვის აღავკი რადიოებს ალკე იმაზე. მე თან არა, მე რას გეუბნები, თან უნდა ყოფილიყო მასაზე, ქუჩაში ვინც მოდის, იმაზე გათვლილი, რომ იქ ძალიან ისეთი არ ყოფილიყო აკადემიური, ხო რაღაც თავის რას ნიშნავს მასას არ ესმის აკადემიური მუსიკა თუ რასა? არა, 800 ეკოს ამდენი ხალხი 10,000 და 20,000 კაცი რომ მოდის, იმას მაგათად სიტყვაზე ვიძახი. იო-იომას ვერ დაუსწრებ. უკაცრავად მით უმეტეს ადამიანები, რომლებიც მე მასაბძანეთ თქვენ მაყურებელი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც იცნობს ხო ამ მომღერლებს და რა კრიტერიუმებით შეირჩა თქვა. ეხლა წავიდა თემები, ჯერ წავიდა კომპოზიციები, ხო? რაღაც რამდენი 22. სხვადასხვა. იქ იყო რაღაც რამოდენიმე მეურჩია.
ვაღიარებ ვინ? მარიო ბიონდის საახალწლო ძალიან მაგარი თემა ლენონის და მე ვუთხარ აი ამაზე მოარგეთ მუსიკოსები და ბეკ ვოკალისტები და ასე შემდეგ. ნუ ისე წავიდა რაღაც 8 მუსიკოსი თვითონ ბიგბენს ყავდა და უკვე შეწყობილი, რუის მერე რაღაც მე მგონი 132-ია ხო რაღაც. დანარჩენი კიდე არა რაღაც თავიდან ასამდე გამოდის, იმიტომ თბილისში თავის მანამდე ბენდიც გამოდის გიო ხუციშვილის მერე ეს უცხოელი თლიანი 100-100 მუსიკოსია. და რატო ვერ მოხდნენ თქვენ ეს? უკვე რა არის, იქ ხარ პროდიუსერი, არა მე მაგალითად ვივაზას ვერ ვეტყვი თქვა აი შენ ბენდში თქვა დინა თუ არა გიტარაზე ეს. ანუ ვინ იყო ეს იდუმალია ადამიანი, ვინც აი ამ ვერდიც ადგენდა? აქ არის თქვა ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, არის ტელე შოუს რაღაც ვიც ამ სიმღერას ვინ მოუხდება? ეხლა მაგალითისთვის ვიძახი რა. შეიძლება Snoop Dogg-თან ბარბარა სტრეიზანდი ხო მაგარი მომღერალია. Snoop Dogg-თან არ წავიდეს. მე რა მოხდა. მაგრამ ამის გარდა რამეა დავამატო. მე ჩემი განკარგულებით რა ქვია მოთხოვნით ჯაბა ჯაიანი თან შეხვედრა ქონდა მე ამ ყველაფრის მერე რომ 11 ქალაქში მიდის პარალელურად კონცერტები. ესეთი რაღაც არ ყოფილა და დაიწყეთ მე ქალბატონი ნანი ბრეგვაძიდან არ დატოვთ არავინ არც ერთი და ყველას დაურეკეთ შეთავაზეთ ჩვენი პირობები და მაქსიმალურად ყველა დააკავეთ და ბევრმა უარი თქვა ბევრს თქვა და სხვადასხვა მიზეზების გამო და მაშინ მე უნდა გადავიდე აჩიკოსთან ეკასთან შეკითხვით მანამდე ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ კახა უკაცრავად სია და მე არ ყოფილა არაფერი არა სიაზე დათო ოქიტაშვილი ილაპარაკებს მან სპეციალურად ინტერვიუ მოგცა და ველოდები მის განგვარების დასახელებას მაგრამ რამდენიმე წუთში მივცემ სიტყვას აი ჩამოყავთ უცხოელები ყველა ვერ მოხვდა ქართული ესტრადის ვარსკვლავები ამ კონცერტზე სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბრალდება დამეთანხმებით ალბათ აი ამ ხიდების რაღაცა გაუგებარი მშენებლობების შესახებ განცხადებები და ასე შემდეგ რაც მოგვისმენია იყო არაერთი ასეთი ბრალდება რომ ჩამოყავთ უცხოური ჯგუფები ჩამოყავთ უცხოელი მომღერლები და აი ხალხის ფული სად მიდის მე დღეს გეკითხები თქვენ როგორც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს იგივე გზაზე მაშინ რატომ დადგა დღეს ოცნების ხელისუფლება რომელიც აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას სწორედ რატომ ჩამოდის და ბიუჯეტი და რატომ უხდიან ამ უცხოელებს ფულს ბატონო რატო მე ცოტა ულტრირებას ვახდეთ როდესაც რა პრეტენზიები იყო აქ არასდროს არ მახსენდება რომ ჩვენ საზოგადოებას ქონდა მოთხოვნილება რაღაც იზოლაციის და ჩაკეტილების არა თქვენ არ მოგისმენიათ განცხადებები ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანეს თქვენ არ მოგისმენიათ ფული გადაუხადეს რუსლანა ჩამოიყვანეს ფული გადაუხადეს და ისა რა ქვია ეგლისიას ხარჯი და ხარისხი და რა ეფექტია დღეს ასე ვთქვათ აი ამ გადაწყვეტილებით რომელიც არის მიღებული მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ასე ვთქვათ მოჭარბებული ნაკადის გამო სათუმროებში $300-დან $1000-მდეა გაზრდილი თანხები ასე რომ მესამე ამოცანა რომელიც მე ვახსენე მაქსიმალური ეფექტი ზუსტად ეს იყო ამიტომ არავის არ უთქვამს რომ ჩვენ ავაშენოთ ეხა ჩაკეტილი სახელმწიფო აქ არის არც მე არ ვსვამ ამ კითხვას ამიტომ მე უბრალოდ შეგახსენეთ რომ წინა ხელისუფლების მე იმათი დამცველი კი არ ვარ მაგრამ ეს ახსოვს ყველას რომ ერთ-ერთი თავი არ იყო ასე ზურა მითხარი განაგძე თემა რომ საერთოდ უცხოელი რატო ჩამოდიოდა? საერთოდ უცხოელი არა, ძალიან კარგად გამოდიოდა ეს ის პრომოუშენს ბიზნესზე როა დამოკიდებული და ხალხის ფულზე როა დამოკიდებული და ტანს რაღაცა იმაზე იმართება, მე ვფიქრობ, რომ უამრავი გაჭირვებული ადამიანი და არ უნდა დაიხარჯოს ამაზე ფული. შემიძლია ეს? საერთოდ არ უნდა დაიხარჯოს? არა, საერთოდ არ უნდა დაიხარჯოს, არა. ანუ რაციონალურად არა, ეს ალკე თემაა საერთოდ კულტურის სამინისტრომ და თქვენ უნდა შეიმუშაოთ. არა, რაციონალურად უნდა დაიხარჯოს, ამას ვამბობ, რომ ვიცოდე რას ვამბობ. არა, სწორად გავიგეთ თუ არა ამას ვამბობ. ბიზნესმა უნდა დააფინანსოს, მე ესე ვფიქრობ. ჩვენები რომ მიდიანიქ ჩვენები რომ მიდიან მე რა ბატონო არა თემას არ ავწდეთ უკაცრავად ჩამოყავდათ ბიზნესით ხო თქვენ მე ვფიქრობ რომ თემას ავწდებით ეხლა უბრალოდ მე ეს კითხვა იმიტომ დავშვი რომ აქო ნაკლებიო დანახარჯები უნდა ყოფილიყო თქვენ ბრძანეთ და აქედან გამომდინარე დავშვი კარგი ანუ ის იქნება ხარისხიანი მუსიკა მე ესე გავიგე როგორც ძალიან შორს მყოფმა ადამიანმა და ეს ადამიანები ვერ დადებდნენ იმ ეს ადამიანი რა შეიძლება სიტყვაზე ერთი კვირის მერე სხვა პროექტი იყო და ესენი იყო მე ისინი გაბრაზდნენ რა მე მაგათ ესე ვერ ვასხავ ჩემთვის გაუგებარი თემაა რომ ვიღაცა მე სია გამეკეთებინა რომ ლელამ კარგად იცი ჩემი ურთიერთობა ვარიანტი არ არის რომ ესეთი რაღაც სიაში ეს დაბლოკები მადლობა კახა მოდი ძალიან რას ვიზახი თვითონ ეს უცხოელებიც უარენ და ქართველების მე რა მიხარია იმდენად დონე აიწია ჩვენი მომღერლების უკვე აი მაგათ აგე ფესტივალს და ადრე ვაკეთებ სანამ თავრობაში არ ვიქნებოდი ხო უკვე ის აიწია დონემ რომ ძალიან ცოტა არის განსხვავება საერთოდ აღარ არის იმიტომ რომ იგივე ნინო ქათამაძეს კონცერტი იყო მე მარიო ბიონდის ეხა ორჯერ ვახსენე მაგრამ არ იყო ისეთი რაღაცო ის რაღაცა კოსმოსშია და ჩვენები ამიტომ ეს თემა აი ამაზეც დარწმუნდებით კონცერტზე რომ მოხდა ძალიან მაგარი კონცერტი ორი სცენა
ჩვენებიც იქნებიან და უცხოელები სასტრელები და რაღაცა იქნება ერთ დონეზე თან ერთობების იქ ვიღაცა პროდიუსერი შენ გნახავს ის რაღაც 1000 თემა უნდა ნახონ უნდა იმღერონ რომ ნახოს ვიღაც პროდიუსერი მაგისმენ უკაცრავად რომ იყო თუ არა ეს პრეტენზიები მე 9 წლის მანძილზე 7 წლის მანძილზე ვიდექით აქციებზე ჩვენ და იყო ეს პრეტენზიები მე გავეცი პასუხები უნებრივია იმ გამო სამშობლოში მართლა თუ 10 მილიონს იხდი რაღაცა შეიძლება და ეს ისეთი ჯდება რომ და თან იმდენად დიდი სახელია და დიდი მოთხოვნა და ჯდება ისე სადღაც წარმოედო ორი ჯგუფი 80,000 ჯდება სულ და ეს არის პარო სტელარი თავის ბენდით თავის ვიზუალით და პლუს კიდე ჯემი როკაის გრუსონიქს მოყავს ძალიან მაგარი ჯგუფი და ნახავთ რა მაგარი კონცერტიც იქნება თქვენთან ერთად მადლობ მივცეთ ახლა და მომღერლებს თუ შეიძლება სიტყვა აჩქო გისმენთ საქმე რა შეიცით პირველი რაც მინდა ვთქვა რომ ეს საუბარიც რაც ახლა მიდის ეს კიდევ დამატებითი შეურაცხყოფა იმასთან რაც იყო წინა კვირას ტელევიზიით აი ქალბატონი მაკაცარიას მიერ განცხადებული. ნათია გამცემიძეს უნდა მივმართო ეხლა ჩემს კოლეგას მაესტროზე ისე გამომდის რომ შენი გადაცემის გაგრძელება მაქვს მაგრამ საინტერესო იყო და ამიტომაც გავაგრძელეთ გისმენთ. საქმე იმაში არის რომ იცით რა თქვენ ბრძანეთ რომ შედგა სიები ჯერ მე მოვითხოვ ამას თუ ეს არ არის დახურული ინფორმაცია ხო მაინც გაიხსნება ვინ არის ის 27 კაცი პირველი მეორე იმიტომ რომ იცით რატომ მადგა რამდენიმე ჩვენი ვარსკვლავი კვიზის ძალიან ბევრი გახდება ცხადი თვითონ მაყურებლისთვის აქ არაფერზე მე ლაპარაკი აღარც იქნება საჭირო ბევრ საკითხზე ამიტომ წავიკითხოთ სია 1 და ვინ ჩამოდის უცხოელი მეორე მესამე იცით საკითხი რომელსაც მე ვფიქრობ ცოტა არა ალბათ არაკომპეტენტური ან ცუდი ფინანსისტი ხელმძღვანელობს იყო დასახელებული 9 მილიონი ხო 500,000 ალბათ დოლარი რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ სხვა კონცერტები რომლებიც ადრე კეთდებოდა გაცილებით ნაკლები ჯდებოდა ლარში ვერ ჩაეტევა ეგ ტყუილია და კიდე მაინტერესებს ის რომ ბენდის აი აქ ძალიან ბევრი მუსიკოსია და ყველა მიცის ბენდის როგორ აპირებ ბენდის ჟღერადობა გადმოსცეთ ხარისხიანად ან გითუნდაც იმ მაყურებელს რომელიც მე-5 ან მე-10 დგას აი საიდან უნდა გაიგოს იმან რას უკრავს იქ იმიტომ რომ ეს გამორიცხულია ჩვენ ხო ვიცით ყველა გამორიცხულია ინსტრუმენტი და რაღაც თვითონული მუსიკოსის გადასახადი ჯერ და რა ჯდება მე აი მთლიანად ეს ბენდი რა ჯდება გაორკესტრება ეხლა იცით რა ყველა მიცით რომ ვიცი ეს მე რო არ ვიცოდე რაშია მას საქმე აჩიკო აჩიკო ერთი წამი მოდის თან არ არის ისა ძალიან გთხოვთ მე ლაპარაკობთ არა მე თქვენ რას იხდით კი არა გაგებები და რას მე არც მაინტერესებს თქვენ რას იხდით მე ვიცი ისინი რას იღებენ რას ბენდი რას იღებს რაც იღებს ვინც აორკესტრებს ვინც უკრავს ვინც მიეცი თაკო გაჩეჩილაძე ითხოვს სიტყვას თქვი ჩემი ამდენს იღებს და შენ თუ იცი მიხარია არ არის თაკოს ერთი წუთით უკაცრავა თაკო ითხოვს რატო არის დამალული ვერ გავიგე საჯარო რატო თაკო გაჩეჩილაძეს უკაცრავა ეს რო დაჯამდეს გაცილებით უფრო იაფი გამოვიდოდა კარგი დიალოგი რო გამოგვივიდეს რაღაცის თქმა სურს თაკოს გისმენთ თაკო მოგესალმებით ყველას ჯერ მინდა რომ კახას ნათქვამს რაღაც ესე ჩავერთო იმიტომ რომ კახამ თქვა რომ ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელიო ერთ-ერთი ადამიანი ვინც ადგენს ამ სიას ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის გივი გაჩეჩილაძე ეს არის მამაჩემი და საერთოდ გონზე არ არის და არ აინტერესებს ვინ გამოდის და ვინ არა ანუ არაფერს ზოგადად არც ერევა და არც აინტერესებს მსგავსი საკითხები ის არის მარტო დაკავებული ორკესტრით და მას აბარია მუსიკალური მხარე და ძლივს ასწრებს 24 საათი მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ დაურეკეს სულ რაღაც ეხლა 2 კვირის წინ მე თვითონ ვუყურებ როგორ 24 საათი მამაჩემი მუშაობს. რაც შეეხება ეხლა აჩიკოს, არ ვიცი, მე თვითონ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენს იღებს მამაჩემი და იქნებ თუ თვითონ იცის მითხრას. გაორკესტრება თუ გაინტერესებთ 400 ლარი იყო.
კარგით, ეს ძალიან წვიმანებში წაგვიყვას, მოვბრუნდეთ თუ შეიძლება. მე როცა ვამბობ, რომ მე ვიცი, ესე იგი ვამბობ, ის კი არ არის. დასამალი. ხო და ამას ვამბობ, 27-ზე რომ გავამრავლოთ და ერთი წუთი რომ ვიუმატოთ, კიდე მომღერლის და კიდე ინსტრუმენტალისტის და კიდე მომყვანის, ვინყვანის, წამყვანის და იმისი გაცილებით უფრო ანუ რას ამბობ, აჩემო? მე ვამბობ იმას, რომ ეს როდესაც ამბობენ რომ ეს გაცილებით იაფიჯდება, არ არის ეს ფინანსურად გამართლებული. ფინანსურად გამართლებული იქნებოდა მომღერის მოყვანა და ფონოგრამაზე რო შეესწრო. ანუ თქვენ ამბობ რომ იქ არ უნდა ყოფილიყო Big Band და უნდა ყოფილიყო ძალიანოსოთი პირადად ეხლა მე რას გეუბნები, როცა ორკესტრი ან ბენდი ცოცხლად უკრავს, იმას უფრო სხვა დატვირთვა და სხვა ხარისხია ვიდრე მინუსზე. თქვენ ვერ მომცემთ იმ ხარისხს, მე კახა. მოხვალ დაინახავ, არ ვერ. ნახოთ, მოვა როგორც მაყურებელი ამ შემთხვევაში. შეხოვიდი ხარ, სად გამოდიხარ? არა, მე სხვაგანა ვარ, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს არ იქნება არც ტელევიზიით ის ხარისხი, არც ეთნა. კარგი, ამას აჩვენებს ახალი წლის გამე. მოდით ეკა ყვალიაშვილს დაუსვამ მეხი კითხვა უკაცრავად. ეკამ თქვა ჩვენთან საუბარში, რომ იგი ვერ მოხვდა თბილისის კონცერტში, მაგრამ მიდის როგორც ყოველთვის. გაგზელეთ ემა, მაგრამ იგი იმღერებს მცხეთაში. ეს რამეს ცვლიდა თქვენთვის ეკა? და ხა რა გითხრა, რა უნდა შეეწვალა ხა ცხეთად საქართველოა და ნებისმიერ რეგიონი საქართველოა ჩემთვის და მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უბრალოდ წელები გავიდა უკვე, იცი, 10 წელიწადზე მეტი გავიდა, რომ მე ვერ ვხვდები რატომღაც თბილისში სახალხო კონცერტებში, ვერ ვხვდები 26 მაისის თბილისობის ეს ცენტრალურ კონცერტებში ვერ ვხვდები. ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში? ხო, ნუ წინა ხელისუფლებაზე მაქვს მე საუბარი საერთოდ. მაგაც პერიოდში კონცერტებში კი არა საერთოდ რა აქ ცხოვრობდი, მე მიყვირს. ჩემს გაძლებას, ყოჩა. ეხლაც იგივე მომენტია, იმიტომ რომ რა ვიცი, მე არანაირი დროიცახით რომ რაღაც შემოთავაზება და დავრეკეთ და შევთავაზეთ და ჩემთან არანაირი შემოთავაზება პირადად არ ყოფილა. კულტურის სამინისტროდან არ დაგა. კულტურის სამინისტროდან ცხეთაზე დამირეკეს. მე ყველა არა, მე ცენტრალურზე ვლაპარაკობ. მე მინდა ვთქვათ ციფრი, ამ თლიანობაში თბილისიანია და თან რეგიონებში სხვა ანსამბლები ყავთ და თან ვეცადე რომ კიდე ბენდების წასულიყო. მესმის გადაანაწილეთ, მაგრამ არ მესმის ყველა წურწუმიას რატო ადაურე. როგორ ადაურე? არა, მე დამირეკეს. არა, მე 450 ხელოვანია და მუსიკოსი, მოცეკოვე, ინსტრუმენტალისტი ხარ. აი სულ 450 დაკავდა რა. მოდის ვიხდი, მე დამირეკა კულტურის სამინისტრომ, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა იმის მერე, როცა გაჟერდა ეს, ნუ არა. რას თქვენ გააპროტესტეთ? რაც მე მე დამირეკეს მანამდე. აი რამოდენიმე დამირეკეს და მითხრეს რომ და ნუ მაგრამ რა თქმა უნდა, ამაში სათაკილო არაფერი არ არის. მე რეგიონებში თითქმის ნახევარი საქართველოს, მთელი თვე ნახევარი საქართველოზე მეტი მოვლილი მაქვს სოლო კონცერტებით. ის კი არა რომ ჩავედი ორი სიმღერა ვიმღერე ან რამე. ჩასული ახალი წლის ღამე სოლო კონცერტით მიმუშავია ფოთშიც, ქუთაისშიც, სენაკშიც, ზუგდიდშიც, ზესტაფონშიც, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მიყვარს ჩემი მაყურებელი, მე მიყვარს ჩემი ხალხი და პირიქით, რაც უფრო მეტი საშუალება აქვს ამ ხალხს, რომ ჩვენ ახლოს გვიხილოს და მივცეთ ამის საშუალება. უბრალოდ მე კი რა თქმა უნდა, კი. მე უბრალოდ პროტესტი რატო გამიჩნდა, იცით რომ აღარ მახსოვს ვიღაცა მითხრა რომ ამ ქალბატონის განცხადების მერე ერთ-ერთი რაიონის გამგებელს თუ ვიღაცას დაურეკავს ვერ გავიგეთო, ანუ ესე იგი ვინც მღერისო, ისინიო თბილისში მღერიან და ვიღაცებს ჩვენ გვიყრიან აქ-იქენო. ესე იგი რა გამოიწვია კიდე ამ ქალბატონის განცხადება. ხო და იცი რა არის ინგა, მომისმინეთ წამით. მე დაუშვათ ჩავედი ქუთაისში. აი ამ ყველაფრის მერე ჩავედი. პრობლემა მაშინ არაფერი არ. ჩავედი და ორი სიმღერა მიმღერე. უხერხული არ არის მითხარით ეხლა ორი სიმღერით რო ვიმღერებ და კიდე ეჭვი თვალით რო გიყურებს ის ადამიანი ხა შენ ცოცხლად მღერით თუ ფონოგრამაზე მღერით თუ რა შე მე კიდე ვამბობ რომ არაფერი პირიქით ჩემია ქვეყანა ჩემი ხალხია ჩემი მაყურებელი არის უბრალოდ მე ამ განცხადებამ იმდენად გამაბრაზა და იმდენად ანუ ნათქვამა რომ თქვენ ცოცხლად სიმღერა არ შეგიძლია და ამიტომ ვერ მოხვდით არ შეგიძლია და არა თან იცი როგორი რაღაც არის რო არ შემილია სიმღერა და დანარჩენი ესე იგი მომღერლების სიას მე უცებ ის 27 მომღერალი ხო არის თბილისში დანარჩენი რო დარჩა მეორე 67 ეხა კულტურის სამინისტრომ გადაანაწილოს რეგიონებში ხვდები ხო და
თუ მერია ფიქრობს რომ იცი რა ჩვენ ახლა ამით მოვიცილოთ ამ ადამიანებს რომ იცი რა პრეტენზიაც არ ქონდეს რომ იცი ნუ ხოდა გირეკეს ახლა კონცერტზე და ხომ მიდიხარ ეგერ შენ სიტყვაზე ლაპარაკობ ცხეთაში თუ ქუთაისში თუ არ აქვს მნიშვნელობა ხვდები მე ამაზე მაქვს საუბარი თორე იმაზე კი არა რომ ამიტომ უარი თქვი საერთოდ მონაწილეობაზე არა უარი თქვი თქვი უარი მონაწილეობაზე იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ რომ ესე იგი უკვე შენ რას უსვამ ხას იცი რომ შენ ვერ მღერი ახლა წადი ახლა გამოდის რომ ჩვენ გამოყარეობა არ გვაქვს ვერ გავიგე რომ ჩვენ ვერ მივდივართ მადლობ ბატონო რაღაცა თქვა კი სანამ დარჩა კიდე რაღაცა თქვა არა კვალიაშვილს ხონდა რაღაც რეპლიკა რა თქვი ახლა რახან დავშოთ ცხეთაში გამოვდივარ მე და ჩემი კოლეგები ჩვენ გამოყარეობა არ გვაქვს ვერ მივხვდი რა შუაშია რა შუაშია არა რახან იმან თქვა ჩვენ ცეჭვის თვალით უნდა გვიყუროს ეს ჩემი დამოკიდებულება არის კაცო შენ სადაც გინდა იცი ეხლა არა მე წეღან არ დამისრულებია ელემენტარულად რომ არასოდეს არ მოიძებნა არანაირი ბიუჯეტი რა მე გელაპარაკებით ეხლა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს არასოდეს არ მოინახა არანაირი ბიუჯეტი არასოდეს არ მოინახა არანაირი ადგილი არანაირი ადგილი სიაში იყო ყოველთვის რაღაც მარკერით გადახაზული კვალიაშვილი ეხლაც რაღაც წეღან ბრძანეთ თქვენ რომ რაღაც დარეკეს ამ ხალხთან პირადად ჩემთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არავის ნამდვილად არ დაურეკია ასევე ჩემი კოლეგებიც იძახიან რომ არ დაურეკიათ მან კულტურის მერიაზე მას ლაპარაკი გინდაჯალ ხო და მე ცენტრალურ კონცერტზე მოусმინოთ ამ ძალიან დიდი არსებითი მნიშვნელობა აქვს როცა კოორდინირებულად კეთდება მერიაზე მთელი სიტყვა აქვს ამას იცით რატომ აქვს კულტურის სამეცნიერო მეორე ხარისხოვანი მერია პირველ დათო ბოლო ლუკმატროგინა ერთი წამი რა მოიცეთ მეც უნდა თქვა რაღაცა და იქ გადავდივარ მე გისმენთ გადამივარ და ფიქრი ეხა მეც ვიტყვი რა საათი გავიდა სიტყვა არ მithქვამს ხო შეიძლება მეც რაღაცა თქვა მოგესალმებით ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს მე ცოტა მოგებიან პოზიციაში ვარ, იმიტომ რომ პირადი განაცხენების საფუძველი არ მაქვს ინგა და გეტყვი რატომ. მე დამირეკეს უფრო ადრე კულტურის სამინისტროდან, ვიდრე ეს ყბადაღებული ეთერი იყო. და მე უარი ვთქვი მარტივ მიზეზით, რომ მე არასდროს ახალ წელს არ ვმღერი ქუჩაში, არსად, არც რესტორანში, ზოგადად არ ვმღერი. ნუ ოჯახში ვხვდები, ასეთი ტრადიცია მაქვს. ეს ჩემი პირადი საქმეა, დიდი მადლობა გადაუხადე ქალბატონს ვის დამირეკა და უთხრა რომ მე ვერ წავალ ვერსა თბილისშიც რომ შემომთავაზო ვერ წავალ მე და ასეც იქნებოდა. აქ ამაში არ არის საქმე. მე ერთი კითხვა მაქვს, გაცილებით გლობალურად დგას მე მგონი საკითხი და არა ის რომ ჩვენ წელს და შარშან და როდესაც სად ვიყავით და როგორ ვიყავით. რას გულისხმობ? რას გულისხმობ და ის 9 წელი როდესაც ახლა წეღან ლელამას თქვა ძვირფასო რომ აი სია ვინ შეადგინა, მე ძალიან მაინტერესებს ის 9 წელი სიებს ვინ ადგენდა, როდესაც არასდროს არც მე არც კვალიაშვილი და არც კიდე ბევრი კარგი მომღერალი, მაგას გვეტყვი ცოტა ხანში აუცილებლად. კიდე რა მაინტერესებს? ეკა მოიცა ერთად მაცალი, მე ხარ გიშლიდი. უბრალოდ ეს წლები, ეს 9 წელი არის თუ ცოტა, ხო? მე მესმოდა რა ხდება, იმიტომ რომ მე ნუ გავაკრიტიკე. როგორ მომივიდა ეს, როგორ გავბედე, ნაციონალური მოძრაობა, ბატონი მიხეილ სააკაშვილი რაღაც არ მომეწონა და კრიტიკული გამოსვლები მქონდა შენ გადაცემაშიც გახსოვს და სხვაგან. ნუ ეს დამიждდა ძალიან ძვირად, მარტო შენ არა, თვითონ დავიღობებ ჭყალებში. არ დავიღობე, ძალიან კარგი იყო ეს, რაც ხომ რა, ამას ჰქონდა ახსნა ლოგიკური და აბსოლუტურად გასაგები. დღეს რა ხდება ვერ გავიგე. რა ხდება? ალბათ არაპროფესიონალიზმი. ანუ რას მე ხა ქალბატონიას არ ვიცნობ პირადად, აი დღეს რაღაცა შეხება მქონდა სულ სხვა საქმეზე, დიდი მადლობა მინდა ეთერიდან უთხებდო ძალიან ადამიანურად, ძალიან კარგად განეწყო იმ საკითხის მიმართ, სულ სხვა, სრულიად სხვა. არაერთად კავშირი ამ კონცერტთან და ზოგადად კონცერტებთან ამას არ ქონდა. ამიტომ არ მინდა ვიყო ძალიან კრიტიკული, იმიტომ რომ ეთყობა ადამიანია, ეთყობა უნდა რომ გაერხვათ, მაგრამ ადამიანის თემაზე არ ვსაუბრობ. არა, ამ ადამიანმა მომიყვანა მე დღეს აქ ვეთანხმები, აი ლელას სამიტომ მოვიდა და მეც. მე სხვა გადაცემებში მანამდეც მიმიწვიეს საერთოდ იმ ყბადაღებულ გადაცემაშიც მათ შორის რომ რატომ არა თბილისიდან. ნუ მე ვთხარ არ მაღელდეს მე საკითხი, იმიტომ რომ ისაც არ გამოვიდოდი, ამიტომ არ მოვალ, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა რომ თუნე იმღერებენ ის ვიდრე წრევისაც ორკესტრთან სიმღერა შეუძლიათ 4 და ესეთი არის რაღაცა 27 ადამიანი თურმე საქართველოში. ეხლა იცი რა მე ჩემ თავზე სალაპარაკოთ არ მოვედი, მაგრამ ფაქტებია აჩიკო ხო რომ 4 წელი და ბიგ ბენთან სიმღერის მეტი არ გამიკეთებია და რატომ თქვენ როგორ ვიქნებით? საბჭოთა კავშირში არ იყო არა, მაგას არ გეკითხებით, რატომ თქო, რატომ კი რაღაცი უკმაყოფილო ხართ, რატომ თქვენი აზრი? სილანტიები იყო თუ რა ვიცი, ის იყო, ნუ რერო სოლისტი ვიყავი, ეხაც ვილარდი ორკესტრის სოლისტი, ძალიან მიყვარს და ეხა ამ წუთში აპრილში მქონდა სოლო კონცერტი დიდ ორკესტრთან, რაღაცა გამომდის ეს ორკესტრთან სიმღერა და აი ეს დეფინიციაა ძალიან გამაღიზიანებელი, რომ თურმე ორკესტრთან, ლუნსტრემის ორკესტრთან ამდენჯერ ვიყავი, რა ვიცი, რომელი ერთი და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება თითოეულ ჩვენ გარშე ძალიან გამახარა ეხა თაკოს სიტყვებმა, რომ თურმე ბატონი გივი
არ არჩევს ამ მომღერალს. მე მართალი გითხრა, ძალიან გულნათკელი ვიყავი, იმიტომ რომ მამა ბატონი გივი გაჩეჩილაძე არც ამას მოვიყვები, დნიპროს ხელმძღვანელი როცა იყო წლების განმავლობაში უკრაინაში. არავის ქართულ მომღერალს იქ არ იწევდა, მე მიწევდა სოლო კონცერტებით სპორტის სასახლეში. მას დღეს რატო არ მეგიწვიეს? ეს არის ვინ ბლოკავს ისევ რა ხდება? რა გიგონა რომ ბატონი გივი აკეთებდა იმას რა. არა, ბატონი გივის გარეშე წარმოიდგინე თლათ, მაგრამ არა, სხვა რამეს კითხულობ. რომელი რას მოუხდება? მე სხვა რამეს მითხარი. რა გეგონა რომ ბატონი გივი არჩევდა, ვის უნდა ემღერა ბენდა. ეხლა მე მერჩივნა ბატონ გივის აერჩია და რატომღაც ეთქვა რომ აი ამ ჯერად მირჩევნია ირმას ვიღაცა. არა, რა შოაშია რომ მაგერადებათ ეხლა ბატონი გივი არის. ძალიან გამიხარდა რომ სასი არ არის, მაგრამ მაშინ არც დამიშვია კიდევაც რომ ბატონი გივი გარეშე დაურება. ესე იგი როგორც ის 9 წელი ვიღაცა აკეთებდა ამას მარკერით, დღესაც ეს სიტუაცია. თქვენ არ გაქვთ ეს კითხვა? მაქვს თუ იმიტომ ვსვავ. თქვენ გააკეთებთ ეს კითხვა რომ პოლიტიკური შეიძლება იყოს აქ. დღეს რა ხდება? პოლიტიკური სარჩული შეიძლება რომ დავინახოთ, მითხარი ზურა. რა არის? მე ვფიქრობ ეს კულტურის სამინისტროს ნამდვილად არ ეხება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროდან ჩემგან პირადად ჩვენთან დაირეკა, ჩვენ დიდი სიამოვნებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თბილისში გამოვალ, ბორჯომში თუ თელავს, ჩვენ გვაქვს თელავში კონცერტი და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას რეგიონში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა. რეგიონი არის ჩვენი ჩვენთვის რეგიონი არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, პირდაპირ გეტყვით, უბრალოდ ქალბატონი იას განცხადებამ არის რაღაც ცოტა შეურაცხყოფილი. ანუ თქვენთვის ეხლა რასაც ამბობს მერის მოადგილე და კულტურის მინისტრის მოადგილე არის მისაღები? ანუ თქვენ პრეტენზია აღარ გაქვთ იმაზე, რაც ეხლა მოისმინე. ძალიან კარგი, მე მგონი ეს პირველი გადაცემა ხდება, სადაც რაღაც კონსენსუსს მივახდით. ზუსტად ეს არის, მერის წარმომადგენლის ანუ განცხადება არ არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ გეუბნებით, რატომ და იმიტომ რომ ეს რაღაცა ან და ვაღიაროთ რაღაც შეცდომები. მაგალითად 9 წლის მანძილზე გასაგები იყო სააკაშვილი რატო არ სვავდა რამოდენიმე მომღერალს კონცერტებში. ეს გასაგები იყო, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია გქონდა და ბუნებრივია რაღაც არც პრეტენზია არ გქონდა, მაგრამ დღეს თუ იგივე მეორდება და თუ კონკრეტულად არ აქვს მნიშვნელობა, ლელა წურწუმიას არ ურეკავენ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და არასწორი. რატომ თქვენი აზრით, ლელა, თქვენი იცით ვინ არის პრეზიდენტი? ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლით. კეთდებოდა თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო. იმდენად არ იყო ეს სიებ თქვენასაც ლაპარაკობ, მე არ გამიგია და თუ კარგი, გაუგია დათო. იყო ძალიან კონკრეტულად სტილებზე აწყობილი და ჩემი სურვილი იყო მაქსიმალურად ბევრი შარშან მაგდროს შარშან ხო არ იყო შორი ძალიან ხო არ არის. რა ხდება ამას გეუბნები? თბილისობას ჩვენც არ ვიყავით კონკრეტულად, არ შარშან მიწეული. რატო რამე პოლიტიკური დაინახე? არ ვიცი, ნუ რა თქვენ ხედავთ რაიმე პოლიტიკას ამის? არა, ეხლა ცოტა ეხლა გაძლევთ. ერთი გამი სხვა რაღაცის თქმა მინდა რა ეხლა მოусმინეთ თუ შეიძლება მოусმინეთ ქალბატონ ლელა ინგა ეხლა ცოტა ბოდის ვიხდი თემიდან გადავხვალ მაგრამ ეხლა რას თქვა ეკამ და ზურამიც ეხლა არ მინდა რაღაცა თეთრი ყვავით გამოვიდე რომ იცი რა არის დიდი სიამოვნებით წავა რეგიონში ვიმღერებ მე გეუნებით რომ მე არ ვთაკილობ მეთქი არა ზურიკო შენზე არ მაქვს საუბარი ჩემო საყვარელ ლაპარაკი რა სისულელია რომ ყველგან დაწახვილი მომღერალი ვის ხო შეგვეყანაში მაგრამ მე სხვა რამეს ლაპარაკობ ეხლა ეკა რო იძახის რომ მე იცი რა არის ეხლა ცხეთაში რო წავალ ამიტომ ცუდი ტიპი ვარ არა რა სისულელია როგორ გეკადრება პირიქით პატივსცემ არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ პროფესიონალი ხარ შენი საქმის მე უბრალოდ დამოკიდებულება არ მომწონს ამ ქალბატონის მე ამიტომ ვარ თორე ხა მე იქ ვიმღერებთ არ ვიმღერებთ დიდად მოდით იმ ქალბატონს თავი რო დავანებოთ აგერ ზის ხელისუფლების ორი წარმომადგენელი კულტურის სამინისტროდან და მერიიდან ადამიანები რომლებიც კონკრეტულ პასუხებს ამბობენ დათო მოგადექი ეხლა და გადავდივარ იქითკენ არ ვიცითო ვინ ადგენს თაკო გაჩეჩილაძე მეგერ თქვა რომ მამა ჩემი არაფერ შუაში არ არის სიებთან კახამ თქვა წეღა რომ თურმე მან გადაწყვიტა ხო მე ვარ სიაში დავალაგეთ რომ ანუ თქვენ მაინც ნახულობდით ამ სიებს არა მე ნახულობ რაღაცა ისინი კომპოზიცია მეჩეულში იმიტომ რაღაც გამოსtildeება მაგდა კარგი დათო გემოვნებით ხონა ჩავრობ დავასახელებო გვარებსო მამათი სანამ დათო დაიწყებს აი თუ არ გაამართლა მეთხარი უკაცრავად რა აგერ არის სია ხო იმ მომღერლების ვინც იღებენ მონაწილეობას ბატონ ალუდას მინდა ვკითხო რა მე არ ვიცი ხა თქვენ ამ სიღრმეებში ხარ თუ არა ანუ ვინც მე რა მაინტერესებს ბატონ ალუდა გავეშვათ იმ ქალბატონის კომენტარს
დავანებოთ თავი. შეიძლება რომ პირველ რიგში დაგიდასტუროთ ყველა ჩემი ძალიან დიდი ღრმაპატივისცემა. მეორე ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ის ფორმულირება იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებად და ეს არ არის ყველაზე ზუსტი გამოხატულება რაც იყო ჩადებული. აბსოლუტურად ეს სხვა პასუხია ბატონალუდა მინდა პირველ რიგში ჩვენ გამორიცხოთ ერთი კითხვას მინდა გავცეთ პასუხი და გავაგრძელოთ რა ფორმატშიც ხდება მე მზად ვარ რაც ჩვენ დავგეგმეთ როგორც უმუშავეთ ამაზე ვისაუბროთ. პოლიტიკურ ნიშანზე იყო საუბარი. მე ნამდვილად ეს კი ბატონო მაგრამ სხვებს ბატონ დავითის გარდა სხვებს თუ აქვს ეგეთი განცდა არა სანამ პოლიტიკურ ნიშანზე გადახოთ არა ბატონალუდა უბრალოდ ეს გამორიცხოთ თუ ჩვენ გავაგრძელოთ თუ თქვენთვის მისაღებია სცენარი საუბრის. ერთი დავით უკაცრავად მე არ შეიძლება ხარვეზიც იყოს მეგობრებო შეიძლება შეცდომას იყოს შეიძლება ყველაფერი იყოს მაგრამ ჩემთვის ასე ვთქვათ როგორც ეხლა მერის მოადგილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას განემარტოს არის თუ არა რაღაც პოლიტიკური შავი სიები. ამბობს ადამიანი და მომეცით საშუალება რომ დაუსვათ. რა თქმა უნდა იტყვის მაგრამ მოდით რა ეს ადამიანები არიან ძალიან აქტიური პიროვნებები და თუ კი აქვს იტყვიან ეხლა აქ შედან ეხლა უნდა გადამიმართოს ამ პოლიტიკურ თემაზე გადახვალთ ესე ვთქვა და დათოსთან გადახვალ ბატონ ალუდას მინდა ვკითხო როგორც მომღერალმა ხო? დიახ. უბრალოდ როცა შედგა აი ამ ჩემი კოლეგების სია კიდევ ამბობ რომ ძალიან მიხარია რომ ჩემთვის ბევრი ძალიან ძვირფასი კარგი მომღერალი აქვს უბრალოდ ის ადამიანები რა მაინტერესებს იცით აი გამოკითხვა ჩატარდა რამე ინტერაქტივი იყო კითხეს მაყურებელს კითხეს ნორმალურად ეს იყო პროექტში გაწერილი რომ ეს ამით მოხდებოდა ეს კრიტერიუმი ვიღაცამ ახსენით კრიტერიუმი რა ვიცი როგორ არა ვიღაცა კრიტერიუმი უნდა თქვა ერთი წუთი ცხეთაში რატო გაუშვი ვიღაცებს ჩემ რატო დარეკეს ერთი წუთი არა შეხოთ ჩაბ მაგათ ერთი წუთი აჩქო ცოტა ვილაპარაკე. რა კრიტერიუმით არ შეშე, აი დაუშვათ ჯინგლ ბელს რაღაც ქრისმას ქეროლ ვინ იმღეროს. ჩამერთო 12 ქალაქში. ხო, ეს ძალიან მაქსიმალურად და ბევრი ბენდებით იმიტომ რომ ჩემთვის ეხა ვოკალისტი არ არის მარტო შოუზე ჩემ ინსტრუმენტი. ახალგაზრდებით და დაივლიდან მაგას აჯობია. დაგეწყოთ აგე რაკედან. რა რეგიონებში გაეშვათ? რატო ეს რეგიონი წუნია? მე მიწერია დაბადების მოწმობაში სამტრედიის რაიონი. აი რა რამით ზარალდები თუ რა არ მესმე. დავიბადე სამტრედიაში და რა. მინდა ცინა იგა ეგ ფარფ არა დაგეწყო თუ ახალგაზრდებით და რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი წუთი. გადმოვალ. ეგ ფართო სიტყვები ძალიან კარგია. ერთი წუთით ეგ ძალიან კარგია. სადიყავით მაშინ თქვენ სუყველანი მე გულისხმობ არამომღერლებს. როდესაც მე ვატარებდი მთელ საქართველოში კონცერტებს, სოლო კონცერტებს, ჩემი აპარატურით, ბენდით, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ ბოდიში, ჩემ თავზე ვლაპარაკობ. ყველა რეგიონში და არც ერთი არ დამიტოვებია, მაგრამ აქ არის ხალხი, აი ამ სიახლოვე გადავხედე, რომელიც საერთოდ არ არის რეგიონში ნამყოფი. იმიტომაც არ გაუშვი. მაშინ მე აი ამიტომ ვთქვი და არა იმიტომ რომ აქ არის რაღაცა, იცი, რაღაცა დამსახურება არის, რაღაცა მე არის ზოგიერთს შენ მეც მინდა დავუშვათ მე 7 წელია სახში არ ყოფილვარ ახალ წელს. მეც მინდა რომ ყოფილიყავი პირველ ახალ წელს ეხა 7 წლის მერე აქ სახში. მაგრამ არა მაქვს ეს შესაძლებლობა. ეგრე არ არის. რეგიონში უნდა იმღეროს. დიახ, რა თქმა უნდა. ეგრე არ არის. დათო გითხარი ეხა თავი მოუყარე რაც ხდება ანონსი გააკეთე მე უნდა ვთქვაო ვინ არა მოგცემთ ეხავე სიტყვას უკაცრავად ვინ ადგენდა ვინ იდგა მის მიღმა და ვინ გადაწყვიტა ეს ყოველში ძალიან დიდი მადლობა რომ აი ეს ადამიანი დღეს აგზის ქეთი ფარესაშვილი რომელიც საერთოდ არსად არ ჩამდა და დღეს აქ არის მე ძალიან ამ დარბაზში ვინ ზიან არიან ყველა ჩემი მეგობრები და ჩვენ გვაქვს და გქონდა მეგობრული ურთიერთობა მაგრამ არასოდეს ჩვენ დროს არ ყოფილა ესეთი გარჩევები ძალიან კაია როდესაც კომუნიკაცია ტელეფონით მაგრამ ამ ადამიანებმა დაიმსახუროს ეს უნდა შეკრიბო ერთად დააჯინო, დაელაპარაკო და მიიღო გადაწყვეტილება. ტელეფონით ელაპარაკები, ნუ გასაგები წელიწადში ორჯერ ეთილი ინებე შეკრიბე რომელიღაც დარბაზში და თქვი რომ აი ესე ვაპირებ თქვენ ეს მოგწონთ არ მოგწონთ. რატო რასაჭე მე მაგალითად ჩემს პროდიუსერებს ხშირად ინტერნეტით ვეკონტაქტები, მეილებით და ეს ასწვლის რომ ერთად არ ვსხდებით დაუშვათ და შეიძლება გქონდეს კომუნიკაცია. დიქტატორი არ ვარ, ჩვეულა 21 საუკუნეა. ტელეფონი, მეილი, რა ვიცი, რა მესწრებს
აი ამ შეკრებაზე დაიბადება აზრი. ხო ხედავ ახლა ტელეფონში ერთმა მომღერალმა თქვა რომ მე იქ არ წავალ, ნუ კაი დავანებოთ. შეიძლება ჩაკითხვა, ეს არსებული ტრადიცია დავარღვიეთ ჩვენ, რომ ეს არ გავაკეთეთ. ტელეფონის გარეშე პირდაპირ. მე მეკითხები თუ ოკიტაშვილს. ბატონო დავით შეკითხები რა თქმა უნდა. კითხვა მაქვს ზოგადად ეს ჩვენ ტრადიცია დავარღვიეთ თუ აჰა, დიახ. არა, პირიქით მე ვლაპარაკობ იმას, რომ ეს მოგვაქვს ესე გავაკეთოთ. არა, მე ღმერთმა დაემფარსო ხა მე თქვენ ჭკუა დაგავიდო. რატო შემოგთავაზეთ? არ არის პრობლემა. ვის მე მიცნობს და ჩვენ ვისწავლეთ გადალენ გახსნები ვარ არ არის პრობლემა. განმავლობაში ამ სიებს აკეთებდა ქალბატონი ირმა ნადირაშვილი, ლელა კილაძე და დღეს ერთ-ერთი აი ამათი წარმომადგენელი მუშაობს კულტურის სამინისტროში, ეს გახლავთ სოფო აბულაძე. შენთან მუშაობს. მე რა მინდა ვთქვა, იმიტომ კი არა რომ ძალიან კარგად იციან ჩემი დამოკიდებულება მიშამ, რა ქვია, კახამ, მაგრამ ადამიანი რომელიც 24 საათი ელოდება მიშა სააკაშვილი როგორ შემოვა ცხენით საქართველოს, როგორც ეხლა პეტლი და როგორც ეხლა ბებია ჩემი აღარ დაბრუნდება ვაკის სასაფლაოდან სახში ის ნაციონალური მოძრაობა სათავეში, სოფო აბულაძე ზის აი ეს სოფო აბულაძე ამათ რო ურეკავს. ეს სოფო აბულაძეა, რომელიც წავიდა მიშასთან იტირა და რურუასთან და წამართვეს მე ვასკვები. იმიტომ კი არა რომ მე რატო წამართვეს ვასკვები. და ეს ქალბატონი ხსნიდა ამას. აქ არის მიდგომაზე ინგა საუბარი. რა მიდგომაზე? მიდგომაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანი სოფო აბულაძე ყველა უნდა გაეშვათ სამსახურებიდან, როდესაც მე არ უკაცრავად. და ამას ამბობ. ნინა წრიალაშვილს იცი რატომ ცევ პატივს? როცა მოვიდა ქართული ოცნება თქვა, მე ეს მთავრობა ამიყვას პატივს არ ჩემ დაწერა. რატო შენ მოგწონს ესეთი სიტუაცია, როცა იცვლება ხელისუფლება და ადამიანები უსამსახურებლად? გააჩნია, როცა შენ ხელისუფლებას არ უჭერ მხარს, იმართა როგორ უნდა იმუშაო, გამაგებია. ანუ ეს არის ის გვარი, რომელიც თქვენ უნდა დავისახელოთ. ეს არის ის გვარი, ნაკლები მე მაშინ ერთი კითხვა უნდა დავსვა დარბაზთან. უნდა გადმოვიდე, აი თქვენ ბრძანეთ რომ ეს ადამიანები წყვეტდნენ. ეს ადამიანები ხა ვინც თქვენ დაასახელეთ, მათ შორის ერთ-ერთი იყო დაუშვათ ირმა ნადირაშვილი, ხა აქ არ არიან და ბუნებრივია ისინი ვერ გაგცემენ ამაზე პასუხს, მაგრამ მომღერლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხოლმე ძალიან ხშირად ამ კონცერტებში. მე მინდა ანრისგან დავიწყო. ანრი, მიკროფონი გიკეთია, თუ შეიძლება გვიპასუხე, ვინ წყვეტდა და ვისი გადაწყვეტილებით იღებით ხოლმე მონაწილეობას იმ კონცერტებში? რომ არ გამოვიდეს ეს ვინ მატყობინებდა რომ კონცერტში უნდა ყოფილიყავი თუ რაღაც ხო? ხო. ანუ მე არ ვიცი ხა იქ ღმერთები იყვნენ თუ არა. ხო, ამას გეკითხებით, ანუ მართლა ორი ადამიანი წყვეტდა თუ ეს იყოს არიან ყოველთვის ეს უხილავი ღმერთები, რომლებიც რაღაც სიებს ადგენენ, ეს არავისთვის დასამალი არ არის, ჩემმა კოლეგებმა ყველა მიციან, მაშინაც იყო და ალბათ დღესაც არის, იმიტომ რომ ვიღაცას ლელა უფრო ესიმპათიურება, ვიღაცას აჩიკო მეფარიძე. ხვდებით რა მომენტია? აქედან გამომდინარე, ნუ ვიღაცები ალბათ პრიორიტეტებს უფრო თავისებურად ნუ ჭრიან და კერავენ. მაგრამ ნუ ეხა იმ პერიოდში, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, მე პირადად მირეკავდა სტეფანე და კახუჩელა, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი კომპანიის რაღაც როგორ არის მფლობელები, ხო დამფუძნებლები და ისინი იგებდნენ ამ ტენდერებს, რასაც ქვია ეს დიდი კონცერტები და შესაბამისად დამკვეთები ისინი გახდნენ და გვეძახდნენ კონცერტებში. კარგი, ნინის მინდა ვკითხო, ნინი იყო ადამიანი, რომელიც ყველა კონცერტში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დღესაც იგი არის მიწვეული თბილისის ამ საახალწლო კონცერტზე. როგორ ფიქრობ, რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს შენ? არ ვიცი, პირველ რიგში მადლობა რომ მიმიწვიეს ამ კონცერტზე, თუმცა რომ დაეძახათ, ვთქვათ, მცხეთაში, იგივე ვთქვათ, რეგიონში, დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მომავალ წელს რომ ვთქვათ, ვერ მოვხდე თბილისის კონცერტზე და მოვხდე ვთქვათ, ბათუმში, ქუთაისში ან სადმე, ძალიან დიდი სიამოვნებით წავალ. აი, შენ რეგიონში წახვედი, თბილისში ვინ დარჩება? Ну, არ ვიცი, აქ მაგაზე არ არის, მე მგონი ლაპარაკი, აქ სწორედ აი ლელამ აღნიშნა, რომ ისაო, რა ქვია, რეგიონზე არ არის საუბარი, აქ მე მგონი იყო სხვა რაღაცაზე საუბარი, რომ ამ ქალბატონის რაღაცა, მე მგონი, რომ ეს ქალბატონი უბრალოდ, ეხლა სხვა თემაზე გადავედი, უბრალოდ მეც მინდა რომ ამ არა, მე ჩემთვის იცით რა, მაპატეთ, მაგრამ ცოტა გაუგებარია ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის ნათქვამზე ავაგოთ ეს ყველაფერი. თუ ეს არის დალაგებული და არ არის პრობლემა, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ერთადერთი გადაცემა აღმოჩნდება დღევანდელი გადაცემა, რომელშიც ყველანი შეთანხმდებიან, რომ თურმე არ არის. ეს შინავნები თუ ამ თანამდებობაზე დარჩება, შემოკარგო, დანარჩენი კონცერტებიც ესე იქნება, იმიტომ რომ ითვლის, რომ ჩვენ არ ვღერით ცოცხლად. და შემდგომში თუ დიდხანს დარჩება, შემდეგი კონცერტებიც ესე იქნება. შეიძლება ძალიან დიდი ძალიან და ნინი განაგრძობს, კი? კომენტარს გავაკეთებ.
თავიდან გაჟღერდა მაყურებელი რომ შევიდა შეცდომაში. თავიდან გაჟღერდა რომ არავის არ დაუკავშირდნენ. მე თუ სწორად გავიგე ბატონი აჩიკოს გარდა ყველასთან იყო კომუნიკაცია, როგორც ასეთი შეთავაზება. კარგი მისაღები თბილისში თუ ეს მეორე თემა. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ რომ თბილისში სხვა თანხაზეა საუბარი, რეგიონში სხვა თანხაზეა საუბარი, რა თქმა უნდა ეს არ არის მაინც ის თანხა რომელიც ალბათ შესაძლოა გარკვეული პიროვნებების რეიტინგს და მათ ასე ვთქვათ სტატუს კოს და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში აი აქ უნდა ვთქვათ რომ დაკავშირება იყო ძალიან ბევრ ადამიანთან. ეს არის მთავარი და თუ არა რა მნიშვნელობა კოორდინირებულად ტარდება დიდი მნიშვნელობა რატო აქვს მნიშვნელობა უკაცრავად აი მე ერთი წუთი გავმარტავ ერთი წუთი თუ შეიძლება ეს მე გეტყვი და უცებ პროექტის ფარგლებში თუ ეს ფუნქციები გაყოფილია არ არის მომხმარებლისთვის რატო არის პრობლემა ან შემსრულებლებისთვის რატო არის პრობლემა ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე ჩვენ შევაფასოთ რომ სხვაგვარად ჯობდა მენეჯმენტი დავილაგებია მაგრამ პრობლემატური რატოა თუ კი არსებობს პარტიული სიები ერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ერთი ები გვექნებოდა უკაცრავად. თუ ბატონი დავითის თქმით თუ ამ სიას ალაგებდნენ ასე ვთქვათ კულტურის სამინისტროში მერიასთან რატო ასეთი პრეტენზია? მაშინ ჩვენ არ შეგვირჩევია ამ პარტიული სიებით. არა, იმიტომ რომ გადანაწილებული იყო თბილისის კონცერტზე აიღო მერია ბატონო, სია კი როგორ არა იგდევს სია და ავიღებ და წავიკითხავ, მაგრამ სიაში ვინც არიან შესულები, ის ადამიანები აქ ხეთხართ. შენ მონაწილეობ ანრი, ნინი მონაწილეობს, თაკო გაჩეჩილაძე მონაწილეობს და ასე შემდეგ, ანუ თქვენ აქ ხართ და მომღერალი. შემდეგ 27-დან 3 აქვს ხდება. ძალიან ბევრი მომღერალია კიდევ. აქ რაზე საუბარი? არა, აქ იმაზე არის საუბარი, რომ აქ მე მგონი არც ერთ მომღერალს არ ეთაკილება ის, რომ თქვა წავიდეს რეგიონში და იმღეროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ქალბატონმა მიუხედავად იმისა, რომ მე ამ კონცერტში მღერი ვარ, ჩემთვის საპატივცე მღერი ბოდიში, ჩემთვის საპატივცე მომღერლები მღერიან სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის დედაჩემიც და ითქვა ის, რომ ამ მომღერლებს ცოცხლად სიმღერა არ შეუძლია და ეს იყო არასწორი, უბრალოდ მე მგონი ამ ქალბატონს ცოტა შეიძლება არ უნდოდა ესე ეთქვა, მაგრამ ცუდად უხეშად გამოვიდა. კარგი, სია რომელიც მთხოვეს, ვინც მონაწილეობს, ვაჟა მანია, ალეკო ბერძენიშვილი, ზაურ შავგულიძე, თუ არ მომისმენთ არ გამოგვივა გადაცემა, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან ჩიჩუა, მარი პავლიაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ანიკე კვა, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მაია ბარათაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ბორის ბედია, ოთო ნემთაძე, აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, მარიკო ებრალიძე, ნათია დუმბაძე, ანა ნომჟავია, ნინი ციკლაური, დათო გომართელი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნუცა ბუზალაძე. რა არ მოგწონ თამაში? აჩიკო რო ამბობთ რომ გაეშვათ ესენი და ჩვენ დავჩენილიყავითო. ეგრე როგორ შეიძლება აბა როგორ არ მოგწონს რას ნიშნავს ეგ რა კითხვის დასმაა ეგ როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცის მაშინ მეც დაგისხობ შენ არ მოგწონს ხომ აი ასათიანი საიდან მოიტანე მაი ასათიანი ჩემი მეგობარია და ძალიან იგივე იმ რა არ მოგწონს პრობლემას ავწდით აჩიკო ანუ არ არის სიაში ერთი წუთით რა ერთი წუთით მესმის გეღიმებათ, მაგრამ ძალიან სერიოზული პასუხები ჭირდებათ ადამიანებს. უკაცრავად. დიახ. იმიტომ არ ვიჩნე, იმიტომ იმდენად მე გულში, იმდენად მაგრად გვინდოდა გაგვეკეთებინა და ყველასთან, იმიტომ რომ ჩემთვის ეხლა ტოპ მომღერლები ეხლავე გაძლევ, ეხლავე. დიახ, გისმენთ კეთი. სიმღერა ბოდიში კაღა, იმიტომ რომ საერთოდ არ მიმიღია ეს ჩემ თავზე. და აი ფონოგრამაზე სიმღერა უკვე იმდენად სასაცილოა დღევანდელ 21 საუკუნეში მე 1995 წლიდან 19 წლის ვიდექი სცენაზე და 2 საათიან კონცერტებს ვატარებდი ყოველ დღე ცოცხლოდ ფონოგრამაზე რომ გახარ ღერი ხარ სხვა არის და ცოცხალი ბენდი სიმღერა აბსოლუტურად სხვა არის და რატო გრძელდება ეს ყველაფერი კეთი ეხლა პირის გაღება კიდე მეორე თემაა დღევანდელ 21 საუკუნეში რო გვინდა ევროპელობა და მამათ მაღლობაზე გვაქვს მარტო აქცენტი აი ევროპელობა აქედან უნდა დაიწყოს ჩემო კარგო რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ცოცხლად მუშაობა ბენდებთან მარტო მომღერლებს ჩეკავენ მარტო მომღერალი უკვე იმდენია ამ საქართველოში რომ სმენელს უსწრებს გჭირდება ჩვენ რომ იყოს ინსტრუმენტალზეც ინსტრუმენტალისტები ბენდი არ არსებობს საქართველოში კიდე კაი ბიგ ბენდი არის და კახა დიდი მადლობა და დათო დიდი მადლობა თქვენ რომ კი მაინც ვიღაცა ჩამოყავთ და რაღაცას ვისმენთ ცოცხალს ამ ფონოგრამით მე
მაგალითად ყური მეხვრიტება. არ მიწევენ ნელა ბოდიში. არა ერთი წამით რა უნდა გკითხო რა. მე არა. გულზე არა ერთი წამით რა გულზე მოხვდა იმას ვისაც მართლა არა. ეს იცი როგორი ფონოგრამში გულზე და ხა შენ ეჭვგებარება ჩემს პროფესიონალისტში და იმაში რომ მეცოცხლება შემო. აბა ვერ გავიგე ხა რა თქვი. ფონოგრამაზე მუშაობა 21-ე საუკუნეში სირცხვილია. ჩემი აზრით სირცხვილია. მობისმინე როცა საჭირო არის ფონოგრამაზეც იმღერე. აი მაგაშია. იმღერია კიდევაც. მე ვერ მივდივარ კონცერტებზე, იმიტომ ფონოგრამები არ გამაჩნია. ერთი წამით გეხვეწები რა. კარგად გაგმოხედე რა, აი აგერ ხონ და ორკესტრთან ერთად ბოლოს ესა რა ქვია, დიდი სოლო კონცერტი ფილარმონიაში. იცი რა არის გეხვეწები რა. შენ დიდი გოგო ხარ და ეხა რასაც ლაპარაკობ, იმას მოხვდა გულზე, ვისაც თურმე სიმღერა არ შეუძლია. ეხა რა არა, ასეთი ტონით არა, რა განცხადებას აკეთებ. გეუნების ხარ, დღეს არის 21-ე საუკუნე. აი ზუსტად ეგეთი რამე თქვა. ვინ მღერის, რომელ ქვეყანაში მღერიან ფონოგრამები? დიდი მადლობა, კეთი, რატო ხარ უკმაყოფილო? დათო ხუჯაძეს ვეკითხები, რაღაც ითხრა. საერთოდ რა ვერ გაიგეთ? მე ვერ გავიგებ, რა თემაზე ვარ მოსული. თემაზე ვარ მოსული, იმიტომ რომ კაი რაღაცა მოხდა. მე საერთოდ 10 წელია არ მიმღერი ამ ქვეყანაში. დიახ. არავის არ დაურეკია და არც ახლა არავინ არ რეკავს. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. აქ უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა სხვა რამეში არის პრობლემა. ხალხო და რაღაც სხვა თემაზე ვლაპარაკობთ. არ ვიცი, ეხლა მე მეგონა რომ ეს ხალხი აქ ვინც არის, არც ამ დღეს თურმე აღმოჩნდა რომ ყველანი მღერიან. მე და ამის გარდა ჩვენ დავჩაგრეს მარტო. მაგრამ არა არის ადამიანები ამბობენ რომ არ დაურეკიათ და მათ ქონდათ თავისი პროტესტი იმ განცხადებით არა ეხლა მე მესმის რომ საღლიცინო თემა სხვა არის სასაცილო თემა სხვა არა თქვენ ამბობთ რომ მე არ ვიციო რაზე მოვედიო მოხვედით იმაზე რომ ჩვენ აქ საუბრობთ ისინი დარჩნენ შეურაცხყოფილები ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით რომ მხოლოდ ისინი იყვნენ მე არ ვთვლი რომ ეს ხალხი არიან ეს ხალხი არიან არა მე ვიძახი იმგერზე რა კოლეგებზე რომ თქვა ეს ხალხი რაღაც არიან დაჩაგრულები ეს ხალხი უკვე შეძგა მათ აქვთ უკვე თავად ყველაფერი ეს უკვე იმ ხარის ის არის უკვე რა პრობლემა ვინც არ არის ამ საკითხში რაღაცნაირად მაინც კომპეტენტური ეს უკვე იმათი პრობლემაა ხა ვის სად ამღერებენ როგორ ამღერებენ მაგრამ ამღერებენ თუ არ ამღერებენ ეს ჩემთვის რაღაცა სხვათა შორის რეგიონებზე ბიუჯეტი გვაქვს კიდე დარჩენილი და ვერ შევავსეთ რატო უარი აი მითხარით კარგი მე ძალიან ტკბილი და ტკბილად არა ერთი წუთით რა ძალიან ტკბილად მივყავდა ეთერი არც მინდა რომ დაიძაბოს იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ადამიანები რომლებთანაც შეიძლება მე ვიჩხუბოდა ან სხვამ გეჩხუბოდა ან რაიმე სიმტვავე უკაცრავად მინისტრის მოადგილე მომისმინეთ ვინ თქვა უარი რეგიონებში სიმღერაზე გინდათ გამწვავება თემების წავიდეთ რეკლამის შემდეგ მწვავე თემებზე ვინ თქვა უარი მოდით რა ერთი წუთით ვინ თქვა უარი არა ნანი ბრეგვაძემ კიდევ მე ლელა წოდომია სამი რატო თქვეს რატო და არცალია ზოგმა თქვა რეგიონში ვერ წავალ ზოგს უფრო კარგი შემოთავაზება ვინ თქვა რომ რეგიონში ვერ წავალო ვისაც თქვა რაღაცა ბევრი იყო ეგეთი რა ვიცი ჩამოგვიდა არა უკაცრავად არა ეთერში ხართ ეთერში მოდით შევთანხმდეთ ერთ ფაქტორზე რომ არაფერი უხერხული ვინ თქვა თქო რეგიონში არა რომ არ ვერ წავალ რეგიონში ვინ ვერ წავალ იმის გამო კი რა ხარ რეგიონზე ვერ წავალ არ ეცალა გასაგები მოდით თქვა ცენტრალურ საახალწლო კონცერტში რა თქმა უნდა უფრო პრესტიჟულად გოჩვენება მომღერლებს ნუ არ ვიცი ასეთი სტანდარტია ხო იმიტომ რომ მოიცადე ხა ირაკლი ერთი წამი საერთოდ თუ შევაჯამებთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა იმიტომ რომ ეს კონცერტი გაცილებით უფრო გრანდიოზულად ორგანიზებულია აუცილებლად პირდაპირ ეთერში გადაიცემა ამას უყურებს მთელი საქართველო ხომ ასია რა თქმა უნდა მომღერალს უფრო ეპრესტიჟულება იმღეროს თბილისის კონცერტში ეხლა მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი რეგიონის კონცერტში იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ორმაგი ჰონორარები აქვს იქ განაწილებულ მომღერალს ეხლა მე 3-4 კაცი ვერ ვიცანი ვინ არიან დიახ ნუ შეიძლება ხა მე არც ვიცნობ იმიტომ რომ მე ხან ვარ ხან არა ვარ
შეიძლება არიან ეს ხალხი, ხო, იცნობს ვიღაცა. ამიტომ არის ახალგაზრდა ვიღაცები, ხო? ხა დანარჩენები პრინციპში ყველა, კარგი. ვინ არიან როვერიცანით? შემდეგი კითხვა ჩემი იქნება აჩიკოსთან და შემდეგ ისევ სტუდიაში. აუცილებელია რომ დაუშვათ ყველა იყოს ძალიან პოპულარული, რომელიც ამ თავარ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. დაუშვათ ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად ნაკლებად ცნობილი. არის 7 მომღერალი, რომელიც არის პროდუქტიული და ამაზე გააკეთეთ აქცენტი. კარგით, რეკლამა ეთერში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, პირდაპირ ეთერში დაგველოდებით. პირდაპირ ეთერში საკმაოდ ცხარეა საუბარი რეკლამის დროს. ნახოთ როგორ გაგრძელდება რეკლამის შემდეგ და მე მინდა რომ დარბაზთან გადავიდე სიტყვით დათო ფორჩხიძე და მამულიჩა. გისმენთ? გადააწევით მიკროფონი. ხო, მე ერთი კითხვა მაქვს რა, თავიდან ხუმრობით დავიწყებ. ამ სიაში მე არც რეგიონში არ დამიძახეს, არც ასად არ დამიძახეს და დათოს მინდა ვკითხო ოკიტაშვილს რომ შავ სიაში მაინც ვარ? არა ვარ, არც იქ არა ვარ. აუ, არც იქ არა ვარ. ან ავქნა მაშინ თავრობას ვთხოვო რომ ან დამბლოკოს ან რაღაც ხა? თქვა რომ შენს და დათოს არა, იცით და მოდი რა, მე ვიტყვი ჩემს სათქმელს. ეს არავის სათქმელი არ არის და არავის პირადად არ მინდა რომ დაუშვათ ვინმე თავის თავზე მიიღოს ხა თუ მიიღებს მისი პრობლემაა, მაგრამ მე ესეთი განცდა მაქვს რა რომ აი ხელისუფლების წარმომადგენლები ზიან და პირადად მე აი დათო ფორჩხიძე სანამ არ ვიქნები დარწმუნებული იმაში რომ ნებისმიერი აი თქვენი ამომრჩეველი არ გეტყვით იმას რომ აი ჩემი სადაზღვევო პოლისი, ჩემი პენსია ეს და უამრავი ის რისთვისაც თქვენ დაგირჩიეს ხო? აი ისინი არ გვაინტერესებს ოღონდ დათო ფორჩხიძის ხმა გამაგონეთ ახალწელსო, მანამდე მე თქვენ არ მოხთხოთ იმას რომ კონცერტზე გამომიყვანოთ ან არ გამომიყვანოთ და თქვენი აზრი კიდე იმის შესახებ რომ ვიღაცა კარგად მღერის ან ცუდად მღერის, მე ვთვლი რომ უმრავლესობა თქვენთაგანი არ არის კომპეტენტური და აქედან გამომდინარე საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ და საერთოდ ვერც ვნერვიულობ ამაზე და რაც თავარია კიდე რა არის იცით რომ პირადად გამოსულ ვარ ესეთ კონცერტებზე ხა წინა ხელისუფლებაზე ხო აი არც ბლოკავენ ისეთ უბედურ დღეში ვარ რა წინა კონცერტზე დამსდევდა სტეფანე გამოდი არ მინდა შემეშვი არ მინდა ბოლოს მაინც გამომიყვანა მე ხა 2013 იქაც გამოვედი მე პირადად გეტყვით მეგობრებო ჩემო საყვარელო ადამიანებო რომ ჩემთვის კოშმარული მოგონებაა ეს კონცერტები მე ესეთი განცდა მაქვს იმიტომ რომ მე მაქვს ისეთი კონცერტები ჩატარებული სადაც 30000 კაცი ჩემ დაწერილ სიმღერას ზეპირად მღეროდა და ის მეენატრება ჩემ თავს მე ესეთ რაღაცებს უსახავ ვინცაც უხარია მაგ კონცერტზე გამოსვლა მე არ მგონია რომ ხალხმა აი იმ კონცერტზე ვინც გამოვიდა ის ჩათვალოს მე შევამოწმებ ამას ოდესმე თუ მექნება ჩემი ის კიდე თუ მოვინდომებ ჩავატარებ იგივე აგერ დათო იქნება რაღაცას გავაკეთებ და ალბათ მოვა გოგაც ხო მაგრამ ხო რა პრობლემა არ არის მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახი სამთავრობო კონცერტებზე გამოსვლა საერთოდ არ არის ჩემთვის პრიორიტეტი და არც იმას ვფიქრობ რომ არა ცოტა მე გათამამებული ვარ ამ ბოლო დროს ეთერით და მესმის რომ ხალხს ეთერი უნდა ესეც მესმის მაგრამ აქ ხო შემოსავლის მხრივ ორი კონცერტი წელიწადში არაფერი არ არის ზურა გასაგებია ხო თან იცი რომ კორპორაციულები არის და ძალიან ბევრი მე მაგალითად ეხა რო დაეძახათ ვიღაცას იგივე აი კახამით რა რომელ ხო კახამით ხარო რეგიონში წადიო სამწუხაროდ კახა ეხა რომ თხოვო ვერ გავაკეთებ მაგას იმიტომ რომ რაღაც კორპორაციულებს უფრო კარგად გამოვდივარ ეგ საერთოდ არ არის პრობლემა მაგრამ მე მინდა რომ ჩემ კოლეგებს უთხრა რომ დაი ვინც ვერ გამოდის დაუშვათ თბილისის კონცერტზე დაი ვიწყეთ რომ ვინმეს ჯობია საქართველოს შოუ ბიზნესი ერთნაირად ცუდია. ეხლა აი ამას უნდა შევეგუოთ ჩვენ და ეს თავრობის და რაღაც ბრალია ეს ჩვენი სიმღერებზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს რა იქნება, რა კეთდება და სიმღერები რო გაკეთდება, როგორც მოვიდა თავის დროზე მთავრობა, შენთან, ლელასთან, ჩემთან, ისევ მოცულდებიან. ისევ მოცულდებიან და ისევ დავჭირდებით და სანამ არ ვჭირდებით ხო ეხლა ვიღაცები გამოვიყვანეს ახალგაზრდები შეიძლება იმათ უხარია ერთმა შეარგოთ იმას დიდი მადლობა მამულიჩა განაგზობს ხემას კახა მამულაშვილი გისმენთ რომ მომეცა საკუთრება რომ რაღაცა ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა ამ დარეკობთან დაკავშირებით და ნუ ხა
ყველაზე მთავარი მიზეზი, რაზეც მოვიდით, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ იყოს იმ ქალბატონის განცხადება. თორემ ნამდვილად დედას პიცა ვარ, დაგვიძახებდნენ თუ არ დაგვიძახებდნენ, ჩვენთვის მნიშვნელობა აქ რქონდა. იმიტომ რომ არა ვართ ის ადამიანები, რომ ვინმე სათხოვარი გავიხადოთ, კონცერტში გამოვიდოდით, თუ არა. როგორც მაგალითად მერიამ ჩაატარა თბილისობა, ლელა წურწუმიას არ დაუძახეს და არც არავის არ გაუგია, არავის პრეტენზია. რატომ არ დაუძახეს? არ ვიცი და არც ვიკითხია, რა ვიცი, ხა თვითონ მკითხეთ. მე კონცერტის ორგანიზაცია ძალიან უთულესი რაღაცა არის. კულტურის სამინისტრო და დაგვირეკეს, უკვე მე როდესაც ატყდა ეს ამბავი და გვითხრეს რომ აი იქნებო წახვიდეთ და თქვა რაღაც ქალაქი დაგვისახეთ. პროტესტის გამოთქმის მერე დაგიგეს, ხო ამბობ? მე აუხსენი ამ ქალბატონს რომ თბილისში ქონდა საღამოები და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით იმ რეგიონიდან. იქ უნდა წავსულიყავი ერთი სიმღერა, მემღერა და გამოქცეულიყავი უკან და შემდეგ უნდა მიმიღო თბილისში კონცერტების მონაწილეობა. მეორე კიდე, რა არის იმაში ცუდი, რომ ამბიცია კონდეს ჩამოყალიბებულ მომღერალს, რომელს კომერციულ მომღერალს მოთხოვ მომღერალს, რომ თბილისის თავარ კონცერტში კონდეს ამბიცია მონაწილეობის მიღებით. რა არის ამაში ცუდი? რეგიონში რომ მიდიხარ და მაგნიტოფონის დინამიკებს რო გიდგავენ, იქა და იქ რო უნდა იმღერო, ეგ არის კარგი? კომფორტ თუ შეგნი რეგიონში წავა იქ, მაგრამ იქ რომ მიდიხარ მომღერალი და რომ ღერი ხარ და არავის რო არ ესმის შენი სიმღერა, მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს. ერთ ჩემო ძმაო, ახლა ჩემი ძმა ხარ და მიყვარხარ და რაზეა ლაპარაკი. თქვენი კომპანია რა საქმესაც აკეთებს, Eastern Promotion-ი, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის, მაგრამ ჩემო კარგო ის ორი ჯგუფი რო ჩამოყავთ რაღაც რაც შენ იცი და შენმა წრემ იცის. ამ ხალხმა ვიცი ახალწლად მოდის და უნდა ქართველი მომღერლები არიციან ძმაო ეს მომღერლები. ადე კიდე ეს ბიუჯეტი გადაანაწილეთ ამ მომღერლებზე. მერე კიდე ვერ დაგეთანხმები ჩემო. ჩემ არა, ეგრეა რა, დამიჯერე რა. დამიჯერე ეგრეა რა. ვიწრო არა, გასაგებია ერთ-ერთი არ ვიცი ახლა მე მგონი ყველასთან დარეკილი იყო და მანამდეც ამის გამო არავისთან დავალება არ მქონდა. მე თავიდანვე მეცემული მქონდა ჯაბაჯაიანი ჩემი თანამშრომელი და მისი სამსახური ურეკავდა. არა, მე დაგვირეკეს რომ ადამიანები ამბობენ. რა ვიცი, ხო და გითხრა მე გაახსენებ რა. ეს თემა რო არის ვიწრო წრემ რო იცის, გეტყვით პარო სტელარს მარტო თბილისელი 50000 ფანი ყავს Facebook-ზე. იმიტომაც მოდის და ერთადერთი პრობლემა იქ იქნება, რასაც უყურებ ტექნიკურად დაცვის თემა. კარგი. არა, ერთი წამით რა და ისე თემას ვაგრძელებთ რა. აი ელემენტარული შეკითხვა მაქვს. ნანი ბრეგვაძე არის პრიმატ, ჩვენი ხო არის პრიმატ. რატომ უნდა წავიდეს რეგიონში, მითხარით? რატო არ უნდა წავიდეს? არა, რეგიონ, არა, როგორ რაში არა პირობები ნანი ბრეგვაძე. ყველა რეგიონში. არა, მაგაზე არ არის. რატო არ უნდა? იმიტომ რომ იმ ადამიანს უნდა ხარისხი რომ დადგება, კარგად იმღეროს, კაი გახმოვანება ქონდეს და ყველაფერი კარგი ქონდეს. ეგ არის მნიშვნელობა. რა შუაშია? რეგიონში არ არის მეთქი, არცად არაფერი პირობა. რეგიონებში ბათუმის გარდა და ზუგდიდის გარდა მათ აქვს დანარჩენი სცენა, განათება, გახმოვანება, ფერვერკები ჩვენ დავაფინანსეთ და გავუგზავნეთ ნორმალური ხარისხის. კარგი, მიაწოდეთ მიკროფონი და ერთი თქვი ჩემი კოლეგები გავანაწყენე. ანუ მე იმის თქვა კი არ მინდა რომ რომელიმე აი აქ ყოფს არ შეუძლია ცოცხლად სიმღერა. მე ვიცი ზუსტად და ვეთაყვანები ყველას, ლელასაც, აჩიკოსაც. მე აჩიკოს შეხელში ვარ გაზრდილი და ძალიან კარგად ვიცი ვინ როგორ მღერის. მე მინდა ხაზი გავსვა იმას რომ ფიზიკურად არ არსებობს, აი აპარატურა არ არსებობს ისეთი, რომ ცოცხალი გახმოვანებამ კარგად იჟღეროს და ამაზე უნდა აქცენტი გაკეთდეს. კარგი. დათოს გადააწოდეთ ლობიზეს თუ შეიძლება და მანამდე ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ეს უნდა წავიკითხო, ვერ გადავიტან ამას გადაცემის ბოლოში. ცნობილი გახდა რომ ოსკარზე წარსადგენი 83 ფილმიდან 9 ფილმს შორის ეგრეთ წოდებულ შორტლისტში მოხვდა 2 ქართული ფილმი, ზაზა ურუშაძის მანდარინები და გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძული. მართლა ბრავო, 15 იანვარს გამოვლინდება 5 ნომინანტი ოსკარის უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. ეს არის მართლა სასწაული. პირველი შემთხვევაა, როცა ოსკარზე წარსადგენს 9 ფილმს შორის 2 ქართულია წარმატებები უსურვოთ. მთელი გულით და სულით მე მგონი ეს იყო ყველაზე მაგარი ინფორმაცია, რაც ეხა შეგვეძლო რომ მაყურებლის ჟიურის წევრი ვიყავი სხვადასხვა. აი ჟიური წევრი ვიყავი. ფილმში მე თუ ვარ მანდარინები უკვე არის დასახელებული. მეორე 2 ქართული ფილმი. ათქმევინეთ ლელას რაღაცის თქმას და დათო. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ადამიანთან იმუშავა ფილმში დარჩი ჩემთან, იმიტომ რომ ზაზა იყო რეჟისორი და არა, ზაზა ურუშაძეზე მაქვს საუბარი.
მთელი სულით და გულით ულოცავ, იმიტომ ეს არის უნიჭიერესი ადამიანი და არაჩვეულებრივი ფილმია, თუ გინახავთ მანდარინები და რა თქმა უნდა, უბაშვილის ფილმიც გაღმანაპირი თუ არ ვცდები, ხო? სიმინდის კუნძული. სიმინდის კუნძული, უბრალოდ და ულოცავ მთელი სულით და გულით ეს დიდი წარმატება. ჩვენც ულოცავთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ამბავია, რომ ამ 9 ფილმს შორის არის 2 ქართული. დათო, გისმენ, დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას, რაზეც საუბრობდით. რატომ არის ესეთი აჟიოტაჟი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მომენტია რა, ახალი წელი არის, საპროდიუსერო ჯგუფმა შეარჩია ის ადამიანები, ვინც ჩათვალეს იქ არის დამოკიდებული მათ გემოვნებაზე, ისინი როგორც ჩათვლიან საპროდიუსერო არა, მთავრობამ, გიორგი. არა, ნუ მთავრობა უკვე თავს კონკრეტულ ორგანიზაციას, რომელიც არჩევს მუსიკოსებს. ალბათ, არა? თვითონ საპროდიუსერო რა, მთავრობამ მართალია დააფინანსა, მაგრამ თვითონ ბიგ ბენდის ბაზაზე არის კომპეტენტური ხალხი, რომელიც არჩევს. რა თქმა უნდა, და რაც შეეხება უცხოელ მუსიკოსებს, მე მომხრევარ, რომ რაც უფრო მეტი უცხოელი მუსიკოსი ჩამოვა აქ, გაიზრდება გემოვნების ხარისხი საქართველოში, მოსახლეობა იქნება ინფორმირებული, რომ არსებობს ეს და ის იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ვინმე სადღაც გადაგჩეხათ ან რამე ცუდი გააკეთა. მე მაგალითად არ მაქვს არანაირი პრობლემა, მეც მაქვს ივენთი მუზეუმ ქარვასლაში აკვანარო ჩამოდის, მე სალიოს და აკვანაროს მე გრინრუმთან ერთად ვარ. და ჩემთან მიუხედავად იმისა, რომ არ დაურეკიათ, ეგ არ არის პრობლემა. მე ამას არ განვიცდი. პრობლემა ალბათ ვერ მოისმინეთ რაში. არა, გასაგებია, იქ ვიღაც ხალმა რაღაცა თქვა თავისი შეცდომით. დაგვიზახენ მაგაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. საერთოდ ესე არის, ყველა მომღერალი ვერ მოხვდება ყველა კონცერტში. რა თქმა უნდა. შეიძლება იყვნენ უფრო პოპულარულები და ისინიც ვერ მოხვდნენ. ერთ წელს მოხვდებიან, მეორე წელს ვერ მოხვდებიან, მესამე წელს ვერ მოხვდებიან. მაგრამ მაგაზია რომ ლაპარაკი რომ ამ ბეთქოს საქართველოში ახალ წელს არის ერთი კონცერტი. ის უცხოელები ჩამოიყვანეს სხვა დროს. არ შეიძლება? ვინმე არის წინააღმდეგი უცხოელები ჩამოყვანეს? რა შეუშალა, ხელი მაინც ჩემი აზრით თბილისი არ არის 450 კაცი ამომავალი წერტილი რა, აი ეს იმის, აი მაინც და მაინც თბილისში გამოვიდეთ. ნებისმიერ ადგილას გამოვალ ვიმღერებ. მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში გამოვედი უკვე ძალიან ბევრ საქველმოქმედო კონცერტზე, სადაც საერთოდ თანხაზე ხმა არ მომიღია და რაღაც ფულების თვლა მიდიოდა. უკაცრავად ჰონორარი. მაპატიე, დათო, ჰონორარი ცუდი სიტყვა. მოგერალს უნდოდეს ჰონორარი. ეს არის მათი პროფესია, ხო? არა, ჰონორარი გინდოდეს, კაი, მაგრამ ამაზე ტირილი ხალხნო, ფულზე ტირილი. არა, ნუ რაღაცა იქ არ გამოვიყვანეს, ის ურიცავენ. ბოდიშ ჩემოზმო, ვინ ვაში ჰონორარზე იყო ლაპარაკი გადაცემაში? თქვა, ნუ არ ვიტყვი ხა, ითქვა რომ აი იმას ვინ თქვა მაშინ თქვი ვინ იზრდება, ამდენი ჯდება ეს ამბაი სისულელია რა უბრალოდ ხალხს. კარგი, ძანე და შემდეგ თაკოსთან და კახასთან და ის მაგდასთან ბრუნდებით ისევ. გისმენ? თემები დაგროვდა და მინდა რაღაც გამოვეხმაურო. აქ ბუნებრივი ამ აუდიტორიაში უმეტესობა არის კულტურის სფეროს წარმომადგენელი. და ნუ ორი ჩინოვნიკი შეხედვართ და ძალიან ცოტა ალბათ სხვა სფეროდან. მე მინდა ჩვენი განსახედან შევხედოთ პირველ რიგში, რაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ რაც შეიძლება თანხები რაციონალურად დაიხარჯოს. ბაზარზე არ არის სახელმწიფო ერთადერთი დამკვეთი. დამკვეთი ძალიან ბევრია და კაცილებით მეც თავაზობენ ამ მომღერლებს და შემსრულებლებს ვიდრე დაუშვათ ამ წუთას მერია. ის 1250 და რა თქმა უნდა მე მესმის, რომ ძალიან ნაკლებია, მაგრამ თქვენ რას იცახით ეხლა რომ აი იმის გამო რომ ცუდი რამე შესთავაზეთ ხარ? არა, დავასრულე. უფრო იაფასიანი პროდუქტი შესთავაზეთ? დავასრულე, ვიტყვი სათქმეს, არ არის. მაგას თუ იცახით მაინტერესებს. კარგად ვიცი რის თქმაც მინდა, ასე რომ არ არის პრობლემა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კითხვას უპასუხებ. აქ საქმე იმაში არის, რომ ჩვენ ამოვდივართ პირველ რიგში ვისთვის კეთდება ეს კონცერტები. ეხლა რაღაც მომენტში მე დამჩა შტაბის-კლებმა რომ კონცერტი პირველ რიგში კეთდება შემსრულებლებისთვის და არა მოხმარებლებისთვის. უკაცრავად მე ესე არ ვთვლი პირველ რიგში მთავარი არის ვისთვის კეთდება. თუ ეს აუდიტორია ხვალ დარჩება უკმაყოფილო, ბუნებრივია ვინც მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ მათ მოვთხოვთ პასუხს. რატო შეარჩია ესა თუ ის შემადგენლობა? წინაშე ბრძოლობა, რეიტინგები, ეგეთი მექანიზმი არ არსებობს. რაც შეეხება ეხლა ბალონდავთ პოზიცია იყო სხვადასხვანაირი. მე პირადად ძალიან აზოს არ მიყვარს პერსონებზე საუბარი და პერსონებზე გადატანა თემებს. თუმცა მაქვს არაერთი ინფორმაცია იყო გარკვეული პიროვნებები, რომლებმაც თანხის გამოთქვეს ვარი, რომლებმაც რეგიონის გამოთქვეს ვარი, იყო გვარებით შემილია ცალკე დავასახელო და არა ეთერში და არ მემაჩნიეს კორექტულად ჩემი მხრიდან როგორც ჩინოვნიკის მხრიდან. იყო პირადი ჯანმრთელობის გამო, პირადი საქმეების გამო. ამიტომ
იმდენ ადამიანს შეეთავაზა მე მაინც იმას მინდა დაუბრუნდე ქალბატონი ერთხელ თუ თანხდები ამას არ მოუბრუნდები რომ პოლიტიკური ნიშნით არის თუ არა დღეს ჩვენ ვართ თუ არა ჩართული და უკაცრავად მე ვერ მივიღებ ამას იმიტომ რომ მე ვარ ერთ-ერთი გადაწყვეტილებას მივიღები და მაშინ ჩემთან უნდა ყოფილიყო ის სიები მადლობა დიდი თაკო გაჩეჩილაძე განაგრძობს თემას თაკო გისმენთ შეიძლება იყოს ხარვეზის გაუგებრობაც მაგრამ თავარი არის დადანაშაულება რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ვაკეთებთ რაღაცას ეს არის ყოველდღიურად მიუღებელი კარგი ძალიან კარგი თუ არა გისმენთ ძალიან კარგია კარგი ზურა მოგცემთ ეხავე სიტყვას გისმენთ თაკო განაგრძეთ თემა რის ფარგლებში განვაგრძო რაიონში სიმღერაზე თუ ზოგადად სიებს თქვენ ხართ ის მომღერალი რომელიც წლების განმავლობაშიც მონაწილეობდა ხოლმე ამ კონცერტებში და მონაწილეობ დღესაც. სხვათა შორის ჩემო ინგა ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარებულა, ეხა ახალ წელზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ საკმაოდ ყოფილა კონცერტები, სადაც ჩემს არ დაუძახიათ და არ დაურეკიათ, მაგრამ არ გამოსულვარ და არ ამიტეხი ერთი ამბავი, რომ გინდა თუ არა, რატო არ მამღერებთ. ნუ ვისაც არ უნდა რომ ვიმღერო, ნუ უნდა, ეს იმის პრობლემაა, მე არ მადარდებს, მაგრამ რაც შეეხება ამ ახალი წლის კონცერტს, მე როგორც ვიცი, ზოგადად ყველა მომღერალს დაურეკეს, მაგრამ აქ იყო პრობლემა იმაში, რომ ვიღაცები გადაანაწილეს რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში. მე მაგალითად რომ აღმოჩენილიყავი რეგიონში, აბსოლუტურად აი უპრობლემოდ წავიდოდი, მით უმეტეს რომ იქ 2 მაქვს უხდიან მომღერლებს სხვათა შორის. და საერთოდ არ მეთაკილება თბილისში ვიმღერებ თუ სადმე სხვა სოფელში. თქვენ ფიქრობთ რომ ეთაკილებათ იმ ადამიანებს ვინც დაუშვათ უარი თქვა რეგიონში წასვლა? როგორ? თქვენ ფიქრობთ რომ ეთაკილებათ იმ მომღერლებს რომლებმაც უარი? არ ვიცი ახლა ვიღაცას უნდა რომ აი ბიგ ბენთან ესეც მესმის რა თქმა უნდა ეს უფრო სხვა რაღაც არის რომ გამოდიხარ და ახალ წელს შენ საყვარელ დედაქალაქში ხვდები ბიგ ბენდთან მაგრამ ნუ მოხდა ესე რომ წელს არის ესე და ხო არ შეიძლება რომ ამის გამო დავჭამოთ ყველამ ერთმანეთი და რაც შეეხება იმ ქალის გამოსვლას არ მომისმენია ახლა მე მისი კომენტარი მაგრამ რა ვიცი მე მაგალითად საერთოდ არც მივაქცევდი მაგას ყურადღებას იმიტომ რომ არ ვფიქრობ რომ იმან რაღაცა გააზრებულად და ესე რაღაცა მტკივნეულად თქვა ეს კარგი სიტყვა უკაცრავად ბატონო მინდა რომ თქვა რომ რაც შეეხება სიებს და მამაჩემს აქ ზედმეტია ლაპარაკი კარგი თაკო შენ გონია ახლა ეს გოგო ეს ვინმე იამაკაცარია ჩაულებრივი ქუჩაში გამლელი იყო და ჟურნალისტი მიადგა და რა აზრის ხართ კონცერტზეო ესე კითხე გონია და არც მიფიქრია ლელა ზოგადად არ მაინტერესებს ანუ არა საერთოდ იცი რა არის ახლა უბრალოდ მართლა სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ახლა მე როზი ვარ რა გადაცემაში და უნდა უთქიცო თუ მე ხა მაგაცარია თუ ვიღაცებს ცოცხლად სიმღერა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია საერთოდ სასაცილოა მაგაცარიას ეგ არის მაგაშია საქმე მაგაცარია როკსტარი ხო არ არის ხალხო რატო განიხილავთ მაგაცარი არის ჩინოვნიკი ჩემ კარგო რომელიც არის შემკვეთი ამ კონცერტის და დამფინანსებელი. შეიძლება რომ მომისმინო. თუ ალბათ შენ არ უნდა განიცდიდე თქო ამას ვამბობ. ანუ არ უნდა გაღელვებდეს ქალბატონი მაგაცარიას სიტყვა. რა ვიცი ხა რატო არის მნიშვნელოვანი ერთი წამით თაკო მაინტერესებს მე გავიღვიძე და უცებ პოპულარული გავხდი თუ ასე ესე იოლი გზა გავი ერთი ახლა ამის გამო შეიძლება მთელი საქართველოს ძირს გდია და იცინის რა და გვეყოფა თავშია იცი რა შეიძლება შენ გასასაცილო საქმე მე ნამდვილად არა ყველა იცინის მთელი დედამიწა იცინის არა ძალიან გთხოვ რა ეხლა არ გინდათ ეს აბსტრაქტულად რაღაცა ის ზე იცინის galaktika იცინის კარგი მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა ჩვენ აქ ვინც ხედავთ ჩვენი წლები გვაქვს და ჩვენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ შრომაში. ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული. ჩვენ ცხოვრება და ჩვენი არ ვიცი რა არა გვაქვს შეწერული ხა ყველაფერს ვერ მოყვები აქ. და ამიტომ რომ გამოდის თანამდებობის პირი და აკეთებს ესეთ განცხადებას მე ეს არ მომწონს. მე ამაზე მაქვს პრობლემა და მე არ მინდა რომ ამ ადამიანს ესე ხელაღებით ილაპარაკო ჩვენზე და ჩვენი ნამუშევარი ესე უცებ გაიმას საქართველოში პროტესტის გამოსახადად რა უფრო ბევრი მეტი პრობლემა გვაქვს რა ვიდრე ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის ჩემო მე მგონი ამიტომ მე მთვალებს დავუჭამ ამ პრობლემას არ დაუსახელებ თუ კი აქ საუბარი იქნებოდა რომ ვის შეუძლია ვის არ შეუძლია საერთოდ არ იქნებოდა შემოთავაზება თქვენს მიმართ ისა რა ქვია გეხვეწებით ბატონო არა ერთი წამით რა თქვენ ხო უსმინეთ ამ გადაცა ამ გოგოს რამდენად არა თქვენი გვარი მას არ უხსენებია არა აქ არავის გვარი არ უხსენებია მას არა აქ საუბარი იყო იმაზე წელს ცოცხალი შესრულებაზე არის აქცენტი არა ბატონო ალუდა თქვენ არ უხსენები ხართ მას არავინ არ უხსენებია მას კონკრეტულად სახელები და გვარები უბრალოდ კითხეს ამ გოგოს რომ თქვენ უკვე მსხვენი ამ თემაზე რო ვლაპარაკობ რა ამ გოგოს ერთი წამით ამ გოგოს ეკითხებიან რომ ვინ გამოდიან ამ კონცერტში და რა კრიტერიუმით შეაფასეთო ეკითხება ჟურნალისტი ეს ეუბნება რომ
ჩვენ მერიას ყავს ჯაზ ბენდი, როგორც იცით. ეს კონცერტი ტარდება ბენდთან. ვიხილავთ ძალიან დიდი ბოდიში და მივიღოთ და გავარჯოთ. არა, უკაცრავად. უკაცრავად. და ეს გოგო ამბობს, რომ ბენდთან ერთად იცით, რომ ძალიან რთულია ცოცხლად სიმღერა და ამიტომ ამ კონცერტში მონაწილეობენ ისინი. მხოლოდ მომღერალ გარკვეულ ნაწილს შეუძლია მხოლოდ სიმღერა ცოცხლადო და ამიტომ ეს გარკვეული ნაწილი იმღერებს ცოცხლად ამ ბენდთან ერთად. თქვენ ვთვლით, რომ თბილისში სიმღერა არ შემოგთავაზეს პოლიტიკურ ნიშნით? არა, არ ვთვლი. აი ეს სიუჟეტი ბაში გავარჩიოთ ეს სიუჟეტი. არა, უკაცა, არა, ერთი წუთი რა. არ დაუსახელებია. უკაცა, მე ვიტყვი ერთ რამეს, თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონს უნდა მიეღო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და შემდეგ მერიამ თქვა, რომ იგი არ მოვიდოდა გადაცემაში, მაგრამ მონაწილეობას მიიღებდა მერის მოადგილე, ალბათ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მერია უას ამბობს იმ განცხადებაზე და იმ პოზიციაზე, ესე გავიგოთ ბატონო ალუდა, რომ ანუ არა იმის გამო მოხდა ადამიანების შერჩევა, რომ ვიღაცაზე იყო ეჭვი, რომ ცოცხლად ვერ იმღერებდა. ვიტყვი, ის ფორმულირება სულებით არ არის მერიის პოზიცია. გავიგე, პროექტი რაც არის მერიის პოზიცია. მე კიდე მერჩია. კარგი, დაგაგვიჟდა. ისთვის კიდე უკეთესი იქნებოდა. ალბათ ვიღაცას ეთქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ახარ ამ კონცერტში და გამოდიხარ და კიდე შეურაცხყოფას მაყენებ და მეუნები სიმღერა არ იცი და იმიტომ არ ახარ ამ კონცერტშიო. ეს არის ჩემთვის შეურაცხყოფელი, თორე ქემაინც მეწოდინება, რომ იცი რა არის, მე არ მოვწოვა ამ თორობას და ამიტომ არ ვარ ამ კონცერტში. მადლობა. ეს უფრო კარგი იქნებოდა. მადლობა. კახა გისმენთ, კახა კუქიანიძეს გადააწოდეთ და მაგიდასთან უნდა დაუბრუნდეთ. გილოცავთ ნიკოლოზობას. რაც შეეხება ახალწლო კონცერტს, მე პირადად ვარ ქალაქ ქუთაისში, კულტურის სამინისტრომ დამირეკა. ნამდვილად მოხარული ვარ, რადგან მიწევს ახალწელს კონცერტზე მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება განცხადებას, ეს ნამდვილად ძალიან ცუდი მოსასმენია, მე ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება, ვთქვათ, რაღაცა არ მაგრამ მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს არ არისო მერიის პოზიციაო. იცით რა არის, ჩინოვნიკისგან როცა ისმენ ესეთ რაღაცას, ნამდვილად ცუდი მოსასმენია და შეურაცხყოფა. მე ესე ვთვლი და ალბათ რამოდენიმე ადამიანიც. კარგი. დამეთანხმება. დიახ, დაასრულეთ. არა, დავასრულე, ანუ რომ მეც ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც უკაცრავად გადაცემის გარჩევას ნუ დავიწყებთ. ჩვენ აქ ვარკვევთ იმას, რამდენად რეალური იყო, რომ ცოცხლად სიმღერა დაუწუნეს ქართველ მომღერლებს. ეს იყო რეალური, რომ ამ კრიტერიუმით შევარჩიეთო ადამიანი, როცა ამბობს მერიის სახელით, თუ არა. რა შეგიძლია თქვა დღეს? მოკლედ უნდა მითხრათ ზურა. პოლიტიკა ერევა დღეს სცენაზე ვინ უნდა იდგეს და ვინ არა? თქვა რომ არ ერევა ნამდვილად, იმიტომ რომ მე ეს არაერთხელ დავინახე, ის რომ მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან 23 ნიაზ დიასამიძე და 33 ღებულობდა მონაწილეობას ესე ვთქვათ მოედანზე პარაფირების მე მგონი ხო ეს კონცერტი ტარდებოდა. დიახ. იქ მიიღო მონაწილეობა ბუნებრივია. მე როგორც ვიცი ეს ჯგუფი და ეს სოლისტი დაგავებული იყო ანუ იყო მიხელ სააკაშვილის ხარდამჭერი, ხო? და არა მარტო ეს მომღერალი, არამედ უამრავი მომღერალი. საერთოდ პრობლემა მგონია რაშია, იცი რომ საერთოდ როცა შავი სია დგება, როცა რაღაცა დგება, როცა იმ 9 წლიან მმართველობის დროს იყო ესეთი პრობლემები, კითხვა ძალიან ბევრ მომღერალს აქ უნდა დაესვა სხვა მომღერლებზე, ვინც აღებულობდნენ მონაწილეობას ესეთ ღონისძიებებში. არა მარტო ამ სფეროში, შოუ ბიზნესის, იმ მმართველობამ გამოიწვია ის რომ სპორტში, ფეხბურთში შეხედეთ რა პრობლემებია. ყველა სფეროში რა პრობლემებია. ეს არის ძველი ინერციით წამოსული მანკიერი მხარე, რომელსაც დღეს ჩვენ მაგრამ ძველი ინერციით წამოსული დროიდან, რაზეც თქვენ საუბრობთ, ზურა, სხედან აქ ადამიანები, რომლებიც მაშინაც იღებდნენ მონაწილეობას, ხო? არა, კითხვა ვინმე დაუსვით, მაინტერესებს სხვა ღონისძიებებში 7 წელი რო იღებთ მონაწილეობას, რატო არ არის ქუჩის ბიჭები? რატო არ უნდა დაგესვა? მე დამისვავს კითხვა, რატომ არ არის ეკა კვალიაშვილი? ხო, კი ბატონო, მე მივიღე პასუხი, რომ მან აირჩია თავისი გზა. აჰა, გასაგებია, შო, დღეს ხო ესე არ ხდება. ვინმე მეტყვის, რომ დღეს ესე ხდება? კი. რა ხდება? ეს გზა იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, ნუ პოლიტიკური თემა. ეს გრძელდება დღეს? მაგას ვთქვი. ეს ხო არ გრძელდება დღეს? კაი, ნუ დაუსვავდით კითხვას, ტელეფონზე მაინც დაგერეკა 7 წლის მანძილზე და მოგეკითხეთ როგორ ახართ. არა, ზოგადად ვამბობ, თლიანად. მე ვიკითხია მომღერლებისთვის და იმათვისაც მეკითხია, ვინც აკეთებდა რომ რატო დაგირეკიათ თუ არა და უთქვიათ რომ დაგირეკიათ და უთქვიათ რომ მიშას კონცერტებზე ჩვენ არ გამოვალთ. მიკროფონი, აი ეს მიკროფონი. ეგეთებიც იყო, ისეთებიც იყო, არასწორია.
არასწორია მაგრამ ეს ზოგადად რომ გვეკითხები დაგის შეგვიკითხია ზურამანჯავიდისაც შემიკითხია ხო და ჩვენ გვირეკავდი შეიძლება ხშირ შემთხვევაში დაურეკავ და უარი გვითქვამთ იმიტომ რომ არ გვინდოდა იმ კონცერტებზე გამო არა ეს ხვენინებით არ გინდოდა თუ ხშირ შემთხვევაში შავი სიებიც ხო იყო იმ დროს არა რასაც გვეკითხები იმას პასუხი კარგით რაღაცას ამბობთ თქვენ ძალიან და ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი დაგვიკავშირდა ბაქოდან და პროდიუსერი მეუბნება ეხლა რომ მან დარეკა და თქვა რომ კიკაბიძეს 2 წლის განმავლობაში არც ერთი შეთავაზება არ მიუღია არც ერთ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გისმენთ მოგესალმებით მე თქვენ გადაცემას ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს და მოვედი იმიტომ რომ შანშანდელი ახალი წლის მთავარი მონაწილე მე ვიყავი რომელიც დაუპირისპირდა ქალბატონ მარინა ბერიძეს ახალი წლის კონცერტთან დაკავშირებით რა ჩარშან ხდებოდა მე ძალიან მიყვირს პირადად ლელასგან რომელიც ძალიან მიყვარს და ყველასგან გამორჩეულად რომ ლელა წელს სვამ შეკითხვას რომ ცოცხლად ჩვენ რატო ვერ ვიმღერებდით რატო თქვა არ ვიცი ქალბატონის სახელი და გვარი საერთოდ ვინ რას წარმოადგენს ეგეც არ ვიცი ერთი მაგრამ ჩვენი ამხელა მუსიკოსი ამხელა მუსიკად მცოდნე ქალბატონი მარინა ბერიძე იგივეს არ იძახო და შარშან რომ მომღერლები რომ ზუსტად იგივეს იძახო და ზუსტად მაგაზე მოხდა მარინა ბერიძესთან ჩემი სტატიები დაპირისპირებები იქამდე მივიდა საქმე რომ მე კულტურის სამინისტროდან ამოღებული მაქვს ყველა დოკუმენტაცია არ არის მარინა ბერიძე მაგრამ იგივეა და მე მინდა ეხლა სულ ყველა შევეკითხო შარშანაც რატო არ ეკითხებოდნენ მომღერლებს კი არ უნდა შეეკითხონეს უნდა შეეკითხონ იმ პროდიუსერს და იმ ორგანიზატორს რომელიც ამას აკეთებს რატო არ არიან როგორ თუ შარშან ცოცხლად ვერ მღეროდა მარინა ბერიძის იმით საუკეთესო მომღერლები რომელმაც საქართველოს 1000 ჯერ ასახელა არ არის მარტო თქვა მარიკა თხელიძე ლაპარაკი ეკა კვალიაშვილი შარშან არ დაუსვიათ ეგ შეკითხვა არავის მარინა ბერიძე არ არის შარშან ის იყო ორგანიზატორი და ზუსტად ეგ თემა იყო როგორ არ იყო მარინა ბერიძე იყო ორგანიზატორი რატო შენი ყავი ორგანიზატორი და იცი რომ მარინა ბერიძე ნეკასეფის კვერაძე იყო მაშინ გამაგებინეთ ნეკასეფის კვერაძე როგორ არ იყო სიები დგებოდა კულტურის სამინისტროში და ზუსტად ისოფუ აბულაძე იყო ისოფუ აბულაძე რომელიც დათო ოკიტაშვილმა ახსენა რომელიც კიდევ ნუ ეხა მაშინ არ ყოფილა მარინა ბერიძე შარშანდელი კონცერტის ორგანიზატორი მე ვარ იურისტი და არა მუსიკოსი მე იურიდიულად მაქვს ეს დოკუმენტები ყველაფერი ამოღებული და ზუსტადაც მარინა მართალია არა ამბობე რომ არ ყოფილა არ ვიცი უკაცრავად არის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და ჩახედოს თუ არ იყო მაგ დეპარტამენტს ეს ქალბატონი ხელმძღვანელობდა და მაშინ ტუალეტებს წმენდა და ვერ გამიგე კარგი მანა გეხოთები რა ეხლა აი ზურაც გამეთანხმა ალტერ რაღაცა არის კომპანია არისო კარგი მაყურებელი ვერ გაიგებს ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ უკაცრავად ბოლო კითხვა უნდა დავსვა და ჩვენი მაგიდის მონაწილეები გასცემენ ამ ბოლო კითხვას პასუხი მომეცეცა ნანა მანადირა იყო არ ვიცი ვერ ვიგებ ზურა რაზე არის ახალი წელი მოიგო ერთ-ერთმა კომპანიამ რომელიც იყო რა ქვია გულედანის ხო ხო მე მარინა რაშუაშია ბერი აბსოლუტურად არაფერ შუაში არ ხარ ნანა მიცის ჩემი დამოკიდებულება მარინა აბსოლუტურად არაფერ შუაში არ ყო აქ იყო ჩართული გრუზინსკი ბანდრი გრუზინსკი რომელიც იყო კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა ბერიძეს ვაფშე არავინ არ ეკითხებოდა ანუ კულტურის სამინისტრო ადგენდა ამ ყველაფერს ეს მოიგო ტენდერი მოიგო განყოფილება ხო იქ ადგენდნენ სიები და ეხლა იცის ნანა იქ მუშაობდა ის აღარ ვიდა ქალის სახელი და გვარის დასახელება მომართავდა რომ მეუნები ვიცი რომ ძალიან გიყვარვარ ძალიან მიყვარხარ მეც მაგრამ ეხლა მე რომ მეუნები ამას შარშან ცოცხლად სიმღერა თუ ცოცხლად სიმღერა მე არ ვიცი ხა ალბათ ემას უსმენდი ყველაფერს მაგრამ მე გეუნები რომ ხა თუ შენ ჩემთან პრეტენზია გაქვს რომ მარინა ბერიძე აკეთებდა ამას მე გეუნები რომ მარინა ბერიძე არაფერ შუაში არ კარგით არა ავწდით რა თემას უკაცრავად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ხოლმე გადაცემაში ადამიანებზე საუბრის რომლებიც არ სხედან და უბრალოდ პასუხს ვერ გაგცემ საუბრობ კერძოდ მარინა ბერიძეზე კი არა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირზე რომელსაც კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი იყო რომელსაც პირადად ეხებოდა აი კონცერტების ჩატარება და ეს განყოფ ხომ ესეა ბატონო ხო ეს განყოფილების თავმჯდომარე დიდი მადლობა ეხა რეკლამა უნდა გამოვაცხადო და რეკლამის შემდეგ შევაჯამებ და მე მაქვს იმედი რომ ეს რეაქცია ნამდვილად აღმოჩნდება კი არა და უკვე ვფიქრობ რომ აღმოჩნდა გადაცემა სადაც ასე რაღაცნაირად
რაღაცნაირად ყნარად და მშვიდად მე მგონი თანხმდებით იმაზე თუ არ თანხმდებით, არ თანხმდებით აჩიკოს ეღიმება ძალიან კარგი რეკლამის შემდეგ მოგცემ სიტყვას და შევაჯამოთ. რა ხდება, ანუ პრობლემა მოიხსნა, დავუშვათ ეს იყო ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება და ხელისუფლება არ ერევა იმის მიხედვით მომღერლების შერჩევაში, ვინ ცოცხლად მღერის და ვინ არა. ბოლო შეჯამები დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. ბატონო? კარგით, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და შევაჯამებთ დღევანდელ რეაქციას. მაშასე ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ერთგვარად უნდა შევაჯამოთ შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დამოკიდებულება აი ამ მოვლენის მიმართ, რაც არის ახალი წელი წინა საახალწლო კონცერტები და მინდა დავიწყო დათო ოკიტაშვილისგან, თითოეული თქვენგანისგან ბოლო პასუხები რომ მოვისმინოთ. წეღა რას თქვენ ბძანეთ, რომ აი მე ვიცი, ესე იყო ადრე, ესე არის ეხლა. ისე ხო არ გამოდის დათო, რომ თითიდან გამოწოვილი არის დაუშვათ პრობლემა, რომელზეც თქვენ საუბრობთ. მაგალითად, ვინ ბძანეთ სოფო აბულაძე. ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი და მას ყავს უფროსი, რომელიც არის ჯაბა ჯაიანი, მისი უფროსი. მე სხვა რაღაცა. არა, უკაცრავად, მე განმიმარტეთ მე რა თქვი, რა იგულისხმეთ, მაგრამ ანუ ადამიანებს, როდესაც ჩვენ რაღაცა ბრალდებას უყენებთ, ხო, ამას გეკითხებით. ვიღაცა არის, ვიღაცა ადგენს შავსიებს, ვიღაცა თეთრიებს, მათ ზევით ხო არიან ადამიანები კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე და კიდევ უფრო გადაწყვეტილების მიმღები. მაგალითად, იგივე ეს ბატონი ჯაბა. რატომ მაინც და მაინც ამ ადამიანზე გააკეთეთ აქცენტი? საიდან გაქვთ ინფორმაცია მას, რომ იგი დგას და რაღაც ციებს? მე არ მითქვია, რომ იგი დგას. იგი იყო მონაწილე იმ ანკეტისებისა, რომელიც გადმოვიდა. ეს მონაწილეობდა ზუსტად. მე კი არ ვიცი, ხო მას ჯაბა აკეთებს, ღმერთმა დაეფაროს და საერთოდ კულტურის მინისტრია მისი მოადგილეები. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ადრე, მე კი არ ვძახი, ეხლა აკეთებს ამას. იმიტომ რომ მე რამოდენიმე თათბურს ვესწრებოდი, სადაც მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ყველას მიეცით საშუალება იმღეროს, ჩვენ არ ჩავერიო და არ დავყოთ მომღერლები იმისიანი, ამისიანი. ეს არის თავარი. აგერ ზის ორი არაჩვეულებრივი მომღერალი. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი იძახით, რომ ჩვენ დავავალეთ დეპარტამენტსო ყველა მომღერალთან დაერეკა. ჩდება ეჭვი, იქნებ სპეციალურად არ დაურეკა, მათ რო ესეთი აჟიოტაჟი მომხდარიყო და დღეს ჩვენ აქ შევკრებილიყავით. რატო არ სვავთ? ხო, ამას ვიძახი ინგა, თორე დღევანდელ მთავრობას არ აინტერესებს. მოგცემთ სიტყვას, არ აინტერესებს. ვიდრე სიები დგება. სხვა არის სულ სხვა რამე. ხო და აქედან გამომდინარე, რომ არც მერია და არც კულტურის სამინისტრო დღეს ნამდვილად არ არის დაინტერესებული, რომ აი ესეთი აჟიოტაჟი ატყვეს და კი ბატონო, მე უბრალოდ ეს კითხვა იცით რატომ გამიშლა? წეღანაც პირველ ბლოკში დაგისვით კითხვა იმის გამო, რომ ადამიანი დაუშვა წინა წლებში მუშაობდა, თუ კი არის ხო პროფესიონალი, თქვენ რა მომხრე ხართ იმის, რომ იგივე კულტურის სფეროში, შოუ ბიზნესთან მიმართებაში, რასაც ყვეტენ ადამიანები პროფესიონალები ყველა უნდა გაუშვა. შედით მის Facebook-ზე და ნახეთ სხვა რაღაცას ვიზახ. ადამიანი, როდესაც იძახის, რომ მე არ მომწონს ეს მთავრობა და მე არასოდეს ამ მთავრობის მომხრე არ ვიქნები, როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანმა იმუშაოს და აკეთოს სასიკეთო საქმე ამ მთავრობის ხარდასაჭერად? გამაგებინეთ. არა, მე კი არ ვიძახი, რომ ყველა უნდა ქუჩაში გაყაო. ადამიანი აფიქსირებს. კულტურის სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერაზე მუშაობს, ყველა ეს გაქვთ მოთხოვნა, ბატონო კახა, თანამშრომლების მიმართ. ეგეთი გაკეთებულია, იმიტომ რომ თვითონ მაშინ ეს სიები, მაშინ მე უნდა შემედგინე, რომელიც ეს სია თემა, სიტყვაც არ გამიგია, რაც მივედი არც მანამდე სხვათა შორის, იმიტომ ჩვენ არ ვიყავთ. ან ჯაბას უნდა მოეტანან ვიღაცა მოდით ხო წავიკითხებ ეს ყველაფერი. აი, იმიტომ ჯაბას ერთ-ერთი განყოფილებაში მუშაობს ეს ქალბატონი. კარგი, არ გვიდა, არა ისე უბრალოდ დათოს თემაზე გამახსენდა სიებზე იგი ამბობდა უпроსტორად ვარებს და სახელებსო დავასახელებოდა. ეს კითხვა მინდოდა დამესვა, ანუ ადამიანები ვინც არიან დაუშვათ პროფესიონალები იმის გამო რომ წინა წლებში სადღაც მუშაობდნენ. კარგით, აღარ ვიდაოთ. მოდით მითხარით ახლა ზურა მიპასუხეთ, ანუ დამშვიდა თემა, შეთანხმდით თქვენ რომ პრობლემა აღარ გაქვთ ხელისუფლებასთან? კი არის, მე არასდროს არ მქონია მით უმეტეს ამ ხელისუფლებასთან პრობლემა, უბრალოდ ეს იყო ეს პატარა ინციდენტი გაუგებრობა, რომელიც პირდაპირ გავაკეთე იქვე კომენტარი და აღარ ვაპირებ იქ გაგრძელებას იმ გადაცემის, უბრალოდ რაღაცა რეზუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ
უფრო კარგი იქნება კულტურის სამინისტროსთან ერთად, ქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურთან ერთად, როცა რაღაცა ესეთი პროექტები კეთდება, რაღაცა დავждეთ ერთად, დავწონოთ, გადავწყვიტოთ, ვილაპარაკოთ რა იქნება უკეთესი, ვილაპარაკოთ, მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს კულტურის პოლიტიკა როგორი იქნება ამ ქვეყანაში, როცა სპონსორობას ეხება, თუ განთავისუფლდება სპონსორი იმისგან, რომ თქვა დააფინანსოს ჯგუფის სახე თუ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ანუ ამ თემაზე უფრო მოვედი სალაპარაკოთ. მე არ მithქვამს კიდევ ერთხელ მინდა განმარტოთ, სუდად გაიგეს, რომ კახეთში, თელავში ჩვენ არ მივდივართ, ანუ არ გვეთაკილებ პირიქით, ძალიან დამასრულებინეთ. მე არ მithქვამს, რომ თელავში მეთაკილება პირიქით, სადაც დაგვიძახებთ, წამოვალთ. არ დაგვიძახებთ, ჩვენ ცალკე კომერციული კონცერტები გქონდა დიდი სიამოვნებით ვიმღერებთ. ასე რომ მიხედეთ გაჭირვებულ ხალხს, რაც ყველაზე მთავარია. აჩიკო გისმენთ. იცით რა, მომღერალი იმითი განსხვავდება ყველა სხვა ადამიანისაგან, მით უმეტეს პოლიტიკოსებისაგან, იმითი რომ ის მღერის და ანიჭებს სიამოვნებას იმას, ვინც მას უსმენს. აი ამითი განსხვავდება. ამ შემთხვევაში მე რა ვიცი, მე არ მithქვამს რაღაცა კულტურის სამინისტროს პირიქით, მე კახა სანამ დაიწყებდა მაშინაც უთხარი და იმ გადაცემაშიც ვთქვი, რომ მე ძალიან მადლობელი ვარ იმისათვის, რომ სანამ ეს გადაცემა იქნებოდა, მანამდე დამირეკეს, მითხრეს, რომ აი აქა და ამ ქალაქში და რაღაცა კი ბატონო, მე დავთანხმდი და ვარ ამ იმაში. მაგრამ აქ ამაზე არ იყო ლაპარაკი, ხა მე რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ. მე ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ მე 7 წელია მოსკოვში ვარ. ჩამოვედი აქ და ვაპირებ გაზაფხულზე სოლო კონცერტის გაკეთებას და აქ ეთერში მინდა მოგმართოთ ბატონო კახა, რომ იმედია რომ კულტურის სამინისტრო დამეხმარება, რომ ფილარმონია იქნება თუ სხვა ის საკითხები, რაც საორგანიზაციო, თქვენ დამეხმაროთ და მე საქველმოქმედო კონცერტს გავაკეთებ. გნებავთ თქვენთან განმოვრიცხავ, გენებავთ იმ ორგანიზაციაში, რომელიც უფრო საჭირო იქნება ქვეყნისათვის. მადლობ, დიდი მადლობა. იკა კვალიაშვილი. ქალბატონო იკა, როგორ განწყობაზე ხვდებით ახალ წელს? მცხეთაში მღერი ხართ. გადასარო განწყობაზე ვხვდები ახალ წელს, მით უმეტეს რომ რაღაცა ამ წელიწადს პირველად ვარ გენაცვალებებია და როგორ უნდა ვიყო, ახლა ცუდ ხასიათზე წარმოგიდგენთ. მით უმეტეს რომ ფიზიკურად არ ვგზნობ თავს კარგად. მაინც, მაგრამ ერთ რაღაცას კი ვიტყვი, რომ ძალიან მოხარული ვიქნები, ყოველთვის მოხარული ვიქნები, თუ კი ყველას გვეყოლება ერთმანეთი და აღარ იქნება ეს გადაბლოკვა, გადმობლოკვა, შავისია, მარკერი, ჯანდაბა და ოხრობა იყოს, სიყვარული და ურთიერთობა და რაღაცა კარგი საღამოები ჩავატაროთ. დიდი მადლობა ირმა სოხაძეს. ლელას მირჩემ ბოლოს, გისმენთ. ლელა კიდე შემაჯამებელი სიტყვაც უნდა თქვას, ხო? ყველაზე მეტი ლელა მილაპარაკა, იმიტომ რომ ეთქვა ყველაზე მართლა გული დაწყდა. მე მართლა არ დამწყდა გული ამ ყველაფერზე, რომ არა ის ტექსტი ქალბატონიასი და მე დაქვე კიდე ერთხელ განმარტო. ჯერთი არ დამწყდა, იმიტომ რომ მაინც არ წავიდოდი არსა და მე ქალბატონიას მინდა უბრალოდ ხა ჩემი ადვოკატობა არის რამდენი ჭირდება თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ჭირდება. უბრალოდ თქვა, რომ ნამდვილად მას სხვა რაღაცა უნდა ეთქვა. ეს არის ალბათ გამოუცდელობის ბრალი და მინდა ვთხოვო ქალბატონიას, როდესაც საუბარია ჩვენსავით სენსიტიურ ადამიანებზე, მომღერლებზე, მსახიობებზე, ცოტა მეტი სიფაგიზით და მეტი სკრუპულოზურობით შეარჩიოს აი ეს ფრაზები, რომ ეს ორკესტრის შესრულებით კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას ის ვიწრო წრევისაც შეუძლია ცოცხალ სიმღერა, ეს წარმოუდგენლად უხეში და ცუდი ფრაზაა, თუმცა თქვენ ეს არ გინდოდათ ქალბატონია, მე დარწმუნებული ვარ. რა შეეხება პოლიტიკურ ნიშანს, ინგა. მე ვთქვი წეღან და კიდე გავიმდე ხის წინ ვთქვი, რომ ბევრმა ალბათ რაივიც კონცერტ არ უნახავთ, რომ ნამდვილად იყო წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნი დევნა, ამას ალსახათ, ამას ხო ფავორიტული სისტემა, მანკიერი, საშინელი, საძაგელი სისტემა, როდესაც იყო 5 მომღერალი, 2 რეჟისორი, 1 დირიჟორი და მეტი არავინ. და ჭიქუტარი იყო ყველა, უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყავით ალბათ დახოცილები, მაგრამ ნუ მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიერო ცოცხლები ვართ, მღერით, კიდე კონცერტებს მართავთ, კიდე ძალიან კარგ ორკესტრებთან, სიმფონიურთანაც და საესტრადოსთანაც და კიდევ ვაპირებთ ბევრი რაღაცის გაკეთებას. ანუ ის იყო მანკიერი ფავორიტული სისტემა. დღეს არავითარი სისტემა არ აქვს მთავრობას. ეს შეიძლება უკეთესი არ არის, უარესი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრად სუდიც, ბევრად კარგიც არ არის, იმიტომ რომ რაღაცა სისტემა პროფესიული ნიშნით, ეხლა ბატონ ალუდა მითხა წეღან რეკლამის დროს ჩვენ ვერ ჩავერევით. აი ბატონი გივი თურმე არ ადგენს ამ მომღერლების სიას. თურმე კიგენა ჯერა თაკუნამ ჯერა, მაგრამ თურმე არც მერია. აბა ვიში მე მაინც ვზივარ 2 საათია გადაცემაში. ვერ გავიგე ვიში ადგინა ეს 27 ადამიანი
რომელიც მე არ ვიცი რა ნიშნით არის შედგენილი. მე ლაღათ იმიტომ ლაპარაკობ, რომ დედას გეფიცებდი, მამას გეფიცებდი. არ მინდა ამ სიაში ვიყო, რომ მაინც არ ვიმღერებდი, არც ერთ კონცერტზე ახალ წელს. ვის შეადგენს ეს 27 კაცის სია? იქნებ ხელი ამიწიოს საიდანაც ციდან დამენახოს, იმიტომ რომ ერთი წუთი ინგა და კიდე გამოსავალი. წეგან არ მახსოვს დათომ თქვა თუ მეორე დათომ. აი ჩვენ პოპულარობაზე ხო დათო? ისევ იმ სიმღერებს რომ დავწერთ, რომ გახიტებული იქნება და ხალხს მოვენატრებით და ეს გენაცვალ ტელევიზიიდან მოდის. ერთი მუსიკალური სატელევიზიო პროექტი არ არის. მე ცოცხალი ვარ, მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს საპროდიუსერო კონცერტებისაც, სატელევიზიო გადაცემებსაც. რატო არავის არ ჭირდება რომ დავეხმარო? ტელეპროგრამებზე ნუღა გადავალ. თქვენ ტელევიზიაზე არა მაგარი, არც ერთ ტელევიზიას არ აქვს. ბავშვებო, არ გვინდა აი ახალგაზრდობა. დაუკრას ტაში თუ გვინდა. მუსიკალური პროექტი, სადაც ქართული სიმღერები გაჟღერდება, აბა როგორ უნდა გავხდეთ პოპულარულები? არ თუ ტელევიზია რეიტინგულად ჩვენ სიმღერებს რა. სამწუხაროა რომ არის, იმიტომ რომ უნდა ჩათვალო. მარტო ეს ცოტა ჩვენი ბრალი არა, ეს იცი რა არის, მიზეზი და შედეგი დათო. უმრავლესობა მე ინტერნეტით ამაკ, აი რიხანას სიმღერა გამოვიდა, ბიონსეს სიმღერა. სულ ინტერნეტი, აი MTV-ს მე აღარ უყურებ. შეიძლება შენ არ უყურებ, მაგრამ მასა უყურებს ტელევიზიას და კარგი სიმღერების პოპულარიზაცია საჭირო, ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. კარგი სიმღერების პოპულარიზაციას ალბათ ნებისმიერი ტელევიზია და ნებისმიერი რომელ ფორმატში მითხარი, ძალიან ბევრი ფორმატი. სად არის ფორმატი? აი მაგ გადასარევი მოგიტანო. ერთხელ გაუშვათ თოქ-შოუ. მე მიმაჩნია. არა, ეს არ არის არაერთი პროექტი ეკას შოუში ყოფილა პრეზენტაცია. მუსიკალური გადაცემა სულ სხვა. გადაცემაში მიდიხარ და კარგი, ნუ ეს არ არის თქვენ და სამწუხაროდ მუსიკალური არხი, რას ვიზავთ. კარგი. ირმა პრესტიჟულ ტელევიზიას. გავი, ეს სხვა პრობლემაა. პრესტიჟული გადაცემა. აუცილებლად როგორც იყო ოქტაგონი თუ გნებავ, თუ გახსოვთ ალბათ ბევრს გახსოვთ. არხი უნდა იყოს მომგებიანი, ალბათ არხი თუ კი იქნება, ეს ჩემი პასუხია, არ მიწყინოს არავინ. თუ იქნება კომერციულად მომგებიანი, რა თქმა უნდა, კერძო არხი იქნება ასეთი, მაგრამ მუსიკა რა დაიდება, იმის მიხედვით იქნება ხო პოპულარული. გადაცემა უნდა იყოს, რომ დავდოთ, ესე როგორ დავდოთ. არავინ და სადაც მუსიკა არ გადის, იმას ყველა უყურებს და ეხლა გამოვიტანოთ. კარგით, აღარ გვინდა თემას ავსებ. ბატონო კახა, თქვითო, ვინდადო ესიაო, მოკლედ თქვით, შეაჯამე ძალიან გთხოვთ, სიჩუმე. ვინდადო სია, ძალიან კარგი, ძანეთ რა. მეცნება ძალიან გთხოვთ. ნიუ-იორკში ახალ წელს გამოვყავთ მარტო ბონჯოვი, ეტყვა რა ხდება იქ წარმოგიდგენთ ამერიკაში. დახოცეს ერთმანეთი. ეგარ გავიგე რა, აი რამდენი შარშან თქვათ 20 მუსიკოსი იყო. ყველა ტელევიზიის სად გამოყავ ნიუ-იორკში მარტო? ნიუ-იორკში არის მარტო ბონჯოვის კონცერტი გარეთ. ნიუ-იორკის ყველა ტელევიზია მარტო ბონჯოვი. დანარჩენი კომერციულია, იმიტომ რომ იქ სტაციაობაა მუსიკოსებზე, როგორც თბილისში სხვადასხვა. კომერციული, მაშინ აქ არის მარტო თავრობის ღონისძიება, არ არის კომერციული ღონისძიება. როგორ არის ნებისმიერ კლუბში ჩამოყალიბ მაგარი მუსიკოსები, შაროსადან დაწებული, იქ ბევრი კლუბებია. მაგალითად კორკოტა ვერ დავითანხმეთ, იმიტომ რომ იმაში რა ქვია გუდაურის იქით რა ყაზბეგში აქ კონცერტი ღამე. მე გადმოფრინდება აქ. არის ეგეთი მოთხოვნადიც რაღაც კლუბს უნდა მაგრამ კარგი, თუმცა აქ ერთი თემა არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც უსმენს ამ მომღერლებს, ისინი კლუბებში უბრალოდ იმიტომაც ყველგან არის 450 კაცი ადამიანი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ინსტრუმენტალისტი, ყველა არის დაკავებული. სადაც 1000 კაცამდე იმსახურება 12 ქალაქში, კიდე ამ კონცერტებს, ხო სცენების წაღება, ყველაფერი. წარმოიდგინე, ამდენი ხალხი სამსახური აქვს და თელი ღამე მუშაობს ახალწელს, მაგრამ წავიდეს ყველაფერი და ამის გარდა ხა რა არის? თავარი არის მოკლედ თვითონ სისტემაში. პროდიუსერები რო არ არსებობენ, ამიტომ ცალ-ცალკე მუსიკოსებთან ესეთი სისტემა მეგონი სოფლიოში არსად არის. უნდა იყოს საპროდიუსერო, როდესაც შენ თქვი, ჩვენ მუშაობთ იმ თემაზე, რომ რაღაც სპონსორებს, რაღაც ის გქონდეთ შეღავათები, რომ ესე დიდ ფესტივალს ან რაღაც კონცერტებს დაეხმაროთ, იმას შეღავათ და ინტერესი გქონდეთ. კულტურის სამინისტროს თვითონ მუშაობა ზუსტად ამის სკენარიო. თქვენ მე მაგარი პროდიუსერებიც ყავდეთ, ვინც თქვენ მაგირად არ ირბეს, თქვა იქ თანხებზე, თქვენ და იფიქროთ მარტო თქვენ მუსიკას. თემას არ ავწდეთ რა, ეს სხვა გადაცემის თემაა, შოუ ბიზნესის განვითარების თემა, ეს სხვა გადაცემის თემა უხაცრავად. მაგრამ აიმიტომაც არის. არა, უკაცრავად. თაკოს რაღაცის თქმა უნდა და ლელას ვაძლევს სიყვარს. კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი და მეც აღარ მოგაბეზრებთ თავს. ანუ თქვენ რო აქ ლაპარაკობდით, რომ უცხოელების ჩამოყვანაზე არ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიო. არა, კითხვა დავსვი, წინა ხელისუფლებისადმი წაყენებული ბრალდებებიდან ერთ-ერთი სულ გესმოდა, უცხოელები ჩამოყავთ, იხარჯება ბევრი. და აი აქ ახალგაზრდების ხედან და ამბობენ, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ მათგანს არ მოწონს ქართული შოუ ბიზნესი და არ მოვლენ ჩვენ კონცერტზე და უნდათ უცხოელი მომღერლები და ჩამოიყვანეთ, რაც შეიძლება ბევრი უცხოელები მეც ძალიან გამიხარდება მათ კონცერტზე წასვლა. დიდი მადლობა, ლელა, გისმენთ, თქვენი შემაჯამებელი სიტყვა, თუ დაგჭათ რაიმეს თქმის სურვილი.
მართალი გითხრა ძალიან დავიღალი ამდენი ემოციებით, მაგრამ ჩვენი პროფესიის ადამიანები შორიდან ძალიან ბრწყინავენ, იცი? მე რომ ერთი წუთი დათო თუ შეიძლება. პატარა რო ვიყავი, ხო იცი ეს ყველას ქონდა. მე მეგონა რომ ჩემი სკოლის დირექტორი ბოდიშუხტის საფირფარეშოში არ დადიოდა, იმიტომ რომ გვეგონა რომ რაღაცა და ნუ ხა შეიძლება ცოტა არასწორ ესე თქვა შედარებას ვაკეთებ, მაგრამ ნუ მაინც ჩვენ სხვანაირად გვიყურებენ და გონიათ რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს და განცდები არ გვაქვს და რაღაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე და ეს იმიტომ რომ ყველაფერი შედარებითია და ბევრად გაჭირვებული ადამიანები არიან და ბევრი სხვა პრობლემები არის და ბევრჯერ მინახავს ადამიანი, როცა სერიოზული პრობლემა აქვს, რა ღერთო ჩემო, რაზე ვლაპარაკობ, რაზე ვწუწუნებ, როცა ადამიანს ესეთი პრობლემა აქვს, ხო, არიან ესეთი ადამიანები და როცა გვაქვს ხოლმე საშუალება ჩვენ კოლეგებს რომ მათ დასახმარებლად მივიღოთ ამ ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, დიდი სიამოვნებით ახდებით. სწორედ მაგასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო ბოლო განცხადება, უფრო სწორედ ინფორმაცია. ამიტომ მე იცი რა მინდა ვთქვა, რომ ყველა შრომა არის დასაფასებელი, საპატიცემულო, ყველა ჩემი კოლეგა დამწყები იქნება, ჩემი ასაკის იქნება, ჩემი უფროსი ასაკი იქნება. ეს ადამიანები ყველანი შრომობენ და თავიანთი გამლილი გზა აქვს და თავიანთი ესე ვთქვათ სიტყვა თქვეს, ხომ? ამ სფეროში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავრობას და სახელმწიფოს, იმიტომ რომ მე რო დავიბადე, შევარდნაძე იყო. მე მოვიდა ბატონი ზეად გამსახურდია. მე ისევ ბატონი შევარდნაძე მოვიდა. მე სააკაშვილი მოვიდა. ეხლა ბატონი ივანიშვილი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ვართ და კიდე დიდხანს ვიქნებით. უბრალოდ ხო ხვდები რაზე ვსაუბრობ. მე თქვა დიდხანს და კარგად გამოვიდა. და ამიტომ ჩემო კარგო, მე მინდა რომ აი ესეთ სამსახურებში და არა მარტო ესეთ სამსახურებში, რომლებიც ადამიანების ბედს წყვეტენ, მინდა რომ იყვნენ პროფესიონალები და თუ რაღაცაში ვერ გაერკვევიან, მაშინ კითხონ რჩევა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ესმის, გაიგება და მინდა გითხრათ, რომ შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება. დიდი მადლობა, ბატონო ალდა და დაამთავრეთ. ძალიან მოკლედ, ძალიან გთხოვთ რა, ბოლოს სიტყვა ძალიან მოკლედ. ჩვენი მოქალაქეებისთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წელს შედარებით წინა წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით 700.000 ლარით იაფად ვაკეთებთ ამ პროგრამას. და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ალბათ იცით, დღეს დავტვირთდა საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი, სადაც დაახლოებით 20-ზე მეტი ახალი პროგრამა გაჩნდა. მათ შორის ცეჰეპატიტთან არ გვინდა ეს თემას ნუწდებით, არ გინდათ ეხა ბიუჯეტის დაცვა. ამაზე ძალკე გადაცემა გვაქვს. ყველაფერი ამას უკავშირდება, ბევრი რამე შეიცვალა, იგივე დაფინანსების სქემა შეიცვალა. ჩვენ ამას შრომა ჩავდეთ, მაგალითად მე ძალიან მოხარული ვქნები, თუ კი ამას აჩვენებთ, მაგალითად, ხო? როგორი იქნება, ასე ვთქვათ, მოწყობილი ეს საკონცერტო სცენა. მე მაგალითად ამას ნახავს მაყურებელი, ბატონო ალო და ყველა დროს ვკარგავთ. ეხა ისე ერთს გეტყვით საკონცერტო სცენის მოწყობაზე გამახსენდა ამ დღეებში ქუჩებში რო დავდივარ, სულ გადამწვარი არის ის ჩამოკიდებული განათება და რა ხდება. სულ მეშინია ხოლმე რო დავდივარ, რომ რატო ჩაქრა უცბად თავში არ დამეცეს და ხომ მშვიდობაა ჩვენ. მშვიდობა, გიპასუხებთ, ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვდა და სამწუხაროდ ტენდერი, რომელსაც უნდა გამოევლინა, ვინც შეაკეთებდა, ის ჩავარდა და ტექნიკური მიზეზებია. ეს რაც დაგვდა და ნამდვილად ჩვენ არ თავარია რომ განაცდეს. კარგი, კარგი გავაკეთებ რა. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გადაგვიცდა რა. თემას ცდებით და იმიტომ რეკლამის დროს ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა შავი სიები. მე ამას ვარ უპასუხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ მე მგონი მთელი გადაცემა ამაზე ვსაუბრობ. კარგად გაარკვია, რომ ჩვენ არ ვნიშნავთ არავის, არც ქალბატონი არჩევს არავის. კულტურის სამსახური ამაში არ ერევა, პროდიუსერთა ჯგუფი იყო ჩარეული, მე გულწრფელად მართლა არ გვარი ვინც არის ისე მთავრდება ეს გადაცემა, მე პირადად მართლა ვერ გავიგე ვის შეადგინა წიები და ყველა ერთმანეთის მიმართულებით აკეთებს რაღაც მართლა ვერ გავიგე ვის შეადგინა ესია. უცხოელების კი ბატონო. არაფერი ვიტყვით, მე არ მახსოვს უბრალოდ. უცხოელების და ქართველი შემსრულებლების. 100-მდე შემსრულებელი არის ქართველი და ორადორი ბენდია. არ ამგონი ეს იყოს ესეთი პრობლემატური თემა და გამოვეხმაურებთ თქვენს ნათქვამს. ძალიან სწორად იყო დასმული, ამიტომ კულტურის სამსახურში პირველად გაჩნდა პოლიტიკის განყოფილება, რომელმაც უნდა იმუშაოს დედაქალაქში კულტურის განყოფილებაზე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, დიდა დააცო. ერთი რჩევა მინდა, ბატონ ალუდას მინდა. მოკლედ ლელა ძალიან. აი ხა სცენა გვაჩვენა და ბატონ ალუდა, იცით რა არის, კარგად უნდა გათბე
უწუხარეს სცენა, იმიტომ რომ ის ინსტრუმენტები, როცა ცოცხალი ბენდი უკრავს, ინსტრუმენტი ჯდება და ტონალობიდან გადადის და ამიტომ კარგად გაათბეთ. კარგით, დათო დაასრულე ძალიან მოკლედ გთხოვ. მე ვეთანხმები ლელას და ყველა ჩემი მეგობარია და ჩვენ წლები ერთად ვართ. მე არ მგონია რომ ია მაქაც არის ეს ძალით უნოდა რომ ესე თქვა, იმიტომ რომ ლელამ კარგად თქვა რომ უნდა პროფესიონალი ადამიანები უნდა რაც ბატონ მავლუდამ თქვა უნდა შეიკრიბონ დაჯენ და აი ეს პრობლემები ნამდვილად არ იქნება. პროფესიონალი კადრები ამას გულისხმობ. ბატონ მავლუდამ სულ არ უნდა იცოდეს ინსტრუმენტი რომ სიცივეში. აქ და გამოდია მე არ მგონია რომ ხა იას ეს სპეციალურად. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. ისე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამიწიეთ ხელი დარბაზში თუ ვინმემ გაიგეთ ვინ შეადგინა საბოლოო ციები, ვინ უნდა იმღეროს ამ ცენტრალურ კონცერტზე და ვინ არა. გაიგე ანრი ვინ? მარტო ან მხოლოდ ანრი მაწია ხელი თქვი? რა არის? ანრი თქვი? არა, იმიტომ რომ თავიდან ხელისუფლებამ თქვა რომ გივი გაჩეჩილაძისკენ იყო. გაჩეჩილაძე ხო არა? სამხატვრო ხელმძღვანელია ტელევიზიის შეფობა. თავარი ვიღაცა ხო იყო? თავარი როგორ რაღაცა შინაარსი. ეხება ვიღაცა პროდიუსერს მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ მარტო სიმღერა გამომდინარე შეარჩიეს. კარგი, შევთანხმდით იმაზე რომ გივი გაჩეჩილაძე არაფერ შუაშია. დიდი მადლობა. ძალიან გადავაცილეთ ხალხო. საშიში რა არის? სიჩუმე მუსიკოსები ხო უნდა მოარგოს სიჩუმე დარბაზში. უცხოელი მომღერალი გჭირდებაო და იმას შეხედო მთელი საქართველო რას აფიქსირებს თქვენ ძალიან დიდი მადლობა ბატონო და ნატო თუმბაძეც არ იყო დღესა, იმიტომ რომ პროდიუსერები გადააჭერენ ნიკაიან მიმართულებას. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ ყველას წარმატება. წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი და ბედნიერი უკაცრავად მომისმინეთ. ახალ წელს გილოცავთ, ცუც არაფერს არ გეუბნებით და ისე ვამთავრებ ამ წელს თქვენთან საუბარს, რომ 2015 წელი ისე შემოვა ჩვენ სტუდიაში, რომ მე მაინც არ მეწოდინება ვინ დაწერა ეს ციები. მინდა იმ კონცერტზე თქვი რა ის ბავშვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. წეგან აქ ბევრი იყო საუბარი კომერციულ კონცერტებზე, საღამოებზე, საქველმოქმედო კონცერტებზე. მე დღევანდელ გადაცემას ვერ დავასრულებ ერთი ინფორმაციის გარეშე. გასული კვირის იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟს ეხებოდა ეს იყო ნიკუშა ნატროშვილზე გაკეთებული ჩვენი რეპორტაჟი, რომელსაც მოყვა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მართლა დღემდე გაუგონარი სოლიდარობა გამოიჩინა საზოგადოება. თუმცა ამ სოლიდარობის მიუხედავად პრობლემა მაინც ჯერჯერობით რასაკვირველი არსებობს რეალურად და ნიკუშა ნატროშვილის გადასარჩენად იმედის კვირაში გასული რეპორტაჟის შემდეგ რა თქმა უნდა არ წყდება გამოხმაურებები, თანხის გარკვეული ნაწილი მის ანგარიშზე ჩაირიცხა, თუმცა უცხოეთში სამკურნალოდ გასაგზავნი თანხა საკმარისი არ არის. ხვალ წერეთლის გამზირის 106 ნომერში, კლუბ რეპუბლიკში, 16-ში 116 ნომერში კლუბ რეპუბლიკში ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებლად გაიმართება საქველმოქმედო აქცია კონცერტი, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას და ყველას ვისაც აქვს სურვილი რომ დაეხმაროს ამ შესანიშნავ ახალგაზრდა კაცს, შეუძლია რომ მივიდეს იქ ხვალ 12 საათიდან კი შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ აბაშძის ქუჩის 32 ნომერში და დავასრულებ გადაცემას სწორედ ნიკუშას დედის საგანგებო მიმართვით, რომელიც მან ეთერში ჩვენი გადაცემის გასვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე გააკეთა. უღმესი მადლობა ყველას. პირველ ყოვლისა ტელეკომპანია იმედს. გადაცემას იმედის კვირას და მის კოლექტივს. კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადოთ ბოდიში. მე არ შემიძლია სხვანაირად. მე ავაწყრიალე არ ვიცი 100,000-ობით ადამიანი და დაუკარგე მოსვენება. შევაწუხე ყველა. ამისთვის ისე მრცხვენია, ისე მერიდება და ისე მეუხერხულება. ქუჩაში დავდივარ თავი, მაგ დაწეული მცხვენია რომ არ შემხედონ სახეს. უღმესი მადლობა ყველას ხალხს, ნიკას მეგობრებმა. გადაწყვიტეს ჩაატარონ ესეთი კონცერტი აქცია, რომელშიდაც მონაწილეობას იღებენ ჩვენი მუსიკოსები და მომღერლები. სათითაოდ ყველას წინასწარ უღმესი მადლობა. სახელმწიფოს შემდგომ აქ უკვე ჩემი მეგობრები აპირებენ დიდი ღონისძიების ჩატარებას სპორტის სასახლეში. ალბათ კიდევ ერთხელ შეგაწუხეთ თუ მობრძანდებით ამ კონცერტებზე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, შვილები გიმყოფოთ ჯანმრთელად. იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა ამ ქვეყნად და არც ამაზე მტკივნეული, როცა შვილს რაღაცა საფრთხე ემუქრება.
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამ სტუდიაში იჯდა და საუბრობდა შოუ ბიზნესის პრობლემებზე, მონაწილეობს ამ საქველმოქმედო კონცერტებში, ლელა, ნინი, ანრი, თაკო, ძალიან ბევრი ადამიანი, მე მგონი ყველანი სურვილით, საკუთარი სურვილის მიხედვით და მე ვისურვებდი, რომ თქვენგან ძალიან ბევრ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე გამევრცელებინა ინფორმაცია და გამეკეთებინა რეპორტაჟები. წარმატება ხალხო, მადლობა რომ გიყურეთ ნაყვამდის. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით კვირას საღამოს 8 საათზე იმედის კვირაში ძალიან საინტერესო თემებს გიმზადებთ.